როდესაც პოლიციამ თბილისის ცენტრში მდებარე ბინაში შევიდა, საწოლის გვერდით იატაკზე იპოვეს ძველი ფოტოალბომი, რომელიც ღია იყო ზუსტად იმ გვერდზე, სადაც ახალგაზრდა დოდო აბაშიძე თავის ცოლთან ერთად იდგა ქორწილის დღეს. ფოტოზე ქალი ღიმილობდა, მაგრამ მისი თვალები უკვე მაშინ ამბობდა რაღაც სხვას. რაღაც ისეთს, რასაც მხოლოდ ქართველი ქალი იცნობს, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, ყველაფერი აიტანოს სიყვარულის სახელით. ამ ალბომის გვერდებზე იყო დამალული ის ჭეშმარიტება, რომელსაც მთელი თბილისი იცნობდა, მაგრამ არავინ ბედავდა ხმამაღლა წარმოთქვას, რადგან აბაშიძეების გვარი იყო წმინდა, ხოლო დოდოს სახელი იყო ქართული კინოს სიამაყე. მაგრამ რატომ იყო ეს ალბომი ღია სწორედ იმ გვერდზე? ვინ გახსნა იგი იმ ღამით, როდესაც ყველაფერი დასრულდა? და რატომ ამბობენ მეზობლები, რომ იმ ბინაში ხშირად ისმოდა ქალის ტირილი, თუმცა ოფიციალურად იქ არავინ ცხოვრობდა? ეს არის ისტორია იმ ქალის შესახებ, რომ რომელმაც გადაწყვიტა იყოს ჩრდილი დიდი კაცის გვერდით. მაგრამ ამ ჩრდილში დამალული იყო ისეთი ტკივილი, რომელიც დღეს პირველად ხდება ცნობი. თბილისის თეატრალური წრეები 1950-იან წლებში ცხოვრობდნენ განსაკუთრებული ატმოსფეროთ. ეს იყო დრო, როდესაც ქართული კინო იბადებოდა, როდესაც ყოველი ახალი ფილმი იყო მოვლენა და როდესაც მსახიობები იყვნენ არაუბრალოდ ადამიანები, არამედ ნახევრად ღმერთები ხალხის თვალში. დოდო აბაშიძე იყო ამ ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი უნათლესი ვარსკვლავი. მაღალი, ლამაზი, ხმით დაჯილდოებული, რომელიც ყოველ როლში შექონდა ისეთი ძალა და ქარიზმა, რომ ქალები კინოთეატრებში ცრემლებს იღვრიდნენ, ხოლო მამაკაცები ფარულად შურდათ მისი წარმატება. მაგრამ ის, რაც ხდებოდა კინოს ეკრანზე, იყო მხოლოდ ნახევარი სიმართლე. მეორე ნახევარი იწყებოდა მაშინ, როდესაც ქრებოდა სტუდიის შუქები და დოდო აბაშიძე ბრუნდებოდა სახლში, სადაც მას ელოდა ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრება შესწირა ერთადერთ მიზანს. დაეცვა ეს კაცი საკუთარი თავისგან. მათი ქორწილი 1955 წელს გახდა თბილისის მთავარი მოვლენა. ეს იყო ის დრო, როდესაც ომის შემდეგ ქალაქი ცდილობდა დაბრუნებულიყო ცხოვრებისკენ და ასეთი დღესასწაული იყო, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველაფერი კვლავ შესაძლებელია. მეუღლე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ მხოლოდ როგორც დოდოს ცოლს, იყო ახალგაზრდა, განათლებული ქალი, კარგი ოჯახიდან. მისი მშობლები ეკუთვნოდნენ თბილისის ინტელიგენციას და ოჯახში იზრდებოდა ის ძველი ქართული ტრადიციები, სადაც ქალის ღირსება იყო უმთავრესი. როდესაც დოდო აბაშიძემ პირველად დაინახა იგი თეატრის ფოიეში, სადაც ის მოსულიყო მამასთან ერთად სპექტაკლზე, მან მაშინვე იცოდა, ეს იყო ის ქალი, რომელიც უნდა ყოფილიყო მის გვერდით. მან უთხრა მეგობრებს, რომ ამ ქალის თვალებში დაინახა რაღაც განსაკუთრებული. სიმშვიდე, სიძლიერე და უსაზღრო სიკეთე. მაგრამ ის, რასაც დოდო მაშინ ვერ დაინახა, იყო ის, რომ ეს სიძლიერე მალე გადაიქცეოდა საშინელ ტვირთად, რომელსაც ეს ქალი ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველი წლები იყო ბედნიერების დრო, ან ასე ჩანდა გარედან. დოდო აბაშიძე იღებდა როლს როლის მიღმა. მისი სახელი ხდებოდა ყოველდღიური საუბრის თემა ყველა სახლში, ხოლო მისი ცოლი იყო იდეალური მეუღლე. ის ზრუნავდა სახლზე, ხვდებოდა სტუმრებს, ეხმარებოდა მას როლების მოსამზადებლად და არასოდეს უჩივლია. მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია, სადაც ყველაფერი ცნობილი ხდება და ადრე თუ გვიან დაიწყო ჩურჩული. პირველი ჭორები გამოჩნდა 1957 წელს, როდესაც ერთ-ერთმა გრიმმა, რომელიც მუშაობდა ქართულ ფილმში, უთხრა თავის მეგობარს, რომ დოდო აბაშიძე ხშირად რჩებოდა სტუდიაში გვიან ღამით და არა მარტო. იყო ახალგაზრდა მსახიობი ქალი, რომელიც ახლახან მოსულიყო მოსკოვიდან და მათ შორის იყო რაღაც ისეთი, რაც აღარ იყო უბრალოდ კოლეგიალური ურთიერთობა. ეს ჭორი გავრცელდა როგორც ხანძარი, მაგრამ არავინ ბედავდა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს, რადგან აბაშიძეების ოჯახი იყო პატივსაცემი, ხოლო დოდოს ცოლი იყო ისეთი ქალი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ სახლში იმ 4 კედელს შორის, სადაც არავინ ხედავდა, იწყებოდა სხვა ცხოვრება. დოდოს ცოლი იცოდა, ქალები ყოველთვის იციან. ის ხედავდა, როგორ ბრუნდებოდა მისი ქმარი სახლში გვიან ღამით, როგორ ასწდებოდა მისგან უცხო სუნი, როგორ იყო მისი პერანგის საყელოზე ფარული კვალი, რომელსაც ის ცდილობდა დამალვას. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა მისი თვალები, როდესაც ის ტყუოდა და ის ყოველთვის ტყუოდა. მაგრამ ის არასოდეს კითხა, არასოდეს გააკეთა სცენა, არასოდეს დაუკარა ბარათი, რადგან მას ასწავლეს, რომ ქართველი ქალის ღირსება არის მისი უნარი, აიტანოს. აიტანოს სიყვარულის სახელით, აიტანოს ოჯახის სახელით,
აიტანოს იმ ილუზიის სახელით, რომელსაც ხალხი უწოდებდა იდეალურ წყვილს. თბილისის საზოგადოება 1959 წელს ცხოვრობდა განსაკუთრებული კოდექსით. ეს იყო დრო, როდესაც გარეგნობა იყო ყველაფერი. როდესაც ოჯახის რეპუტაცია იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პირადი ბედნიერება და როდესაც ქალს ეკრძალებოდა ხმამაღლა თქმა, რომ ის უბედური იყო. დოდოს ცოლი იყო ამ სისტემის სრულყოფილი მსხვერპლი. ის გამოჩნდებოდა პრემიერებზე მის გვერდით, ღიმილით სახეზე, ლამაზი კაბით და ყველა ამბობდა, რა ბედნიერი ქალია ასეთი კაცი ყავს. მაგრამ არავინ არ ხედავდა რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ სახლში. არავინ არ ხედავდა როგორ კეტებოდა ის საძინებელში და ტიროდა ბალიშში, რათა არავინ მოესმინა. არავინ არ ხედავდა როგორ იჯდა ის ფანჯარასთან და უყურებდა ქუჩას. ელოდა მის დაბრუნებას. იცოდა რომ ის კვლავ არ იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. პირველი დიდი სკანდალი მოხდა 1959 წლის გაზაფხულზე, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში, მოახერხა ფოტოს გადაღება. დოდო აბაშიძე და ახალგაზრდა მსახიობი ქალი გამოდიოდნენ პატარა რესტორნიდან რუსთაველის გამზირზე და მათი სხეულის ენა ამბობდა ყველაფერს. ფოტო არასოდეს გამოქვეყნდა, რადგან რედაქტორმა, რომელიც იცნობდა აბაშიძეების ოჯახს, უბრძანა ჟურნალისტს დაეწვა ნეგატივი. მაგრამ ამბავი გავრცელდა და მთელი თბილისი საუბრობდა ამაზე. დოდოს ცოლს მოუვიდა მეგობარი ქალი და უთხრა ყველაფერი. ის იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, უსმენდა და მისი სახე იყო როგორც ქვა. როდესაც მეგობარი დაასრულა, ის მხოლოდ თქვა: "მადლობა რომ მითხარი, მაგრამ ეს არაფერია. ის კარგი კაცია. ის უბრალოდ დაღლილია სამუშაოდან." მეგობარი ქალი გავიდა იმ სახლიდან შეძრწუნებული. არა იმიტომ რაც მოხდა, არამედ იმიტომ, თუ როგორ რეაგირებდა ეს ქალი. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ დოდოს ცოლი აირჩია გზა. გზა სრული უარყოფისა. გზა, რომელიც მას შეინარჩუნებდა გონებაზე, მაგრამ ნელ-ნელა კლავდა მის სულს. 1950-იანი წლების ბოლოს დოდო აბაშიძე იყო უკვე არაუბრალოდ მსახიობი. ის იყო ინსტიტუცია. ის იყო სიმბოლო. ის იყო ის, რასაც ქართველები უწოდებდნენ ჩვენი კაცი. მისი ფილმები აგროვებდა სრულ დარბაზებს. მისი სახელი იყო გარანტია წარმატებისა. და მისი ცხოვრება გარედან ჩანდა როგორც ზღაპარი. მაგრამ ყოველი ზღაპრის უკან არის ჩრდილი. და ამ ჩრდილში ცხოვრობდა ქალი, რომელმაც გადაწყვიტა გაეწირა საკუთარი ბედნიერება იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ილუზია. ის იყო ქალი, რომელიც ყოველ დილას იღვიძებდა და იწყებდა ახალ დღეს ისე, თითქოს წინა ღამის ტკივილი არასოდეს მომხდარა. ის იყო ქალი, რომელიც ღიმილობდა სტუმრების წინაშე, მაშინაც კი, როდესაც მისი გული იყო ნატეხი. ის იყო ქალი, რომელმაც გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი იყო დარჩენა. მაგრამ რატო აირჩია ამ ქალმა დარჩენა, როდესაც მას შეეძლო წასვლა? რატომ გააგრძელა ცხოვრება კაცთან, რომელიც აშკარად არაფასებდა მას? ეს არის კითხვა, რომელსაც ათასობით ქართველი ქალი ისვამს საკუთარ თავს და პასუხი არის უფრო რთული ვიდრე ჩანს. რადგან ეს არ იყო მხოლოდ სიყვარული. ეს არ იყო მხოლოდ შიში მარტოობისგან. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა. ეს იყო რწმენა იმაში, რომ ქალის მოვალეობა შეინარჩუნოს ოჯახი ნებისმიერ ფასად. ეს იყო რწმენა იმაში, რომ მისი ტანჯვა იყო მისი ღირსება. ეს იყო რწმენა იმაში, რომ თუ ის წავა, მაშინ ის დაკარგავს არა მხოლოდ ქმარს, არამედ საკუთარ იდენტობას, რადგან ის იყო დოდო აბაშიძის ცოლი. და ამ სტატუსის გარეშე ის იყო არავინ. თბილისის ძველი უბნები ინახავენ სიდუმილეებს. ვიწრო ქუჩები, სადაც ყველა იცნობს ყველას. სახლები ხის აივნებით, საიდანაც მეზობლები ყველაფერს ხედავენ. ერთ-ერთ ასეთ უბანში, ვერას რაიონში, იყო პატარა ბინა, რომელსაც ოფიციალურად ფლობდა დოდო აბაშიძის შორეული ნათესავი, მაგრამ რომელსაც რეალურად იყენებდა თავად დოდო, როგორც თავშესაფარს, როგორც ადგილს, სადაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვინც რეალურად იყო, ხოლო არა ის, ვინც უნდა ყოფილიყო. მეზობლები ამბობდნენ, რომ ამ ბინაში ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა ქალები. ზოგი მსახიობი, ზოგი უბრალოდ ლამაზი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მოქონდათ ბოთლები და რომლებიც რჩებოდნენ ღამით. ეს იყო დოდოს მეორე ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც არსებობდა პარალელურად მის ოფიციალურ ცხოვრებასთან, ცხოვრება, რომელიც იყო სავსე თავისუფლებით, ვნებით და ბოროტებით. ერთ-ერთმა მეზობელმა, ხანდაზმულმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრობდა იმავე სადარბაზოში, მოგვიანებით მოგვითხრა ისტორია, რომელიც აღარასოდეს გამოქვეყნებულა. ის ამბობდა, რომ ერთხელ 1950-იანი წლების ბოლოს, გვიან ღამით, მოისმა ხმაური იმ ბინიდან
ქალის ტირილი და კაცის ხმა, რომელიც ცდილობდა მის დამშვიდებას. შემდეგ კარი გაიღო და გამოვიდა ქალი. ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ მისი სახე იყო სავსე ცრემლებით და მისი თმა იყო არეული. ის გარბოდა ქვემოთ კიბეებზე, თითქოს გარბოდა რაღაცისგან. მეზობელი ქალბატონი გავიდა აივანზე და დაინახა, როგორ გაჩერდა დოდო აბაშიძე კარებში. როგორ უყურებდა ქალს, რომელიც გარბოდა და როგორ დაბრუნდა ბინაში. მეორე დღეს ეს ქალბატონი შეხვდა დოდოს ცოლს ბაზარში. ის ხიდულობდა ბოსტნეულს, ღიმილობდა გამყიდველებთან და ჩანდა სრულიად შუშვიდად. მეზობელმა ქალბატონმა თქვა: როგორ შეიძლება? როგორ არ იცის ის რა ხდება? მაგრამ შემდეგ მან გაიაზრა. ის იცოდა. ის ყოველთვის იცოდა. ის უბრალოდ აირჩია არ ცოდნა. 1950-იანი წლების ბოლოსთვის დოდო აბაშიძის ცხოვრება იყო სრული კონტრასტების. დღისით ის იყო ეროვნული გმირი, ღამით ის იყო კაცი, რომელიც ცხოვრობდა ორმაგ ცხოვრებას. და სახლში ის იყო ქმარი, რომელიც ძლივ საუბრობდა თავის ცოლთან. მათი ქორწინება გადაიქცა ფორმალობად. ისინი ცხოვრობდნენ ერთ სახლში, მაგრამ სხვადასხვა სამყაროში. ის ბრუნდებოდა გვიან, იძინებდა ცალკე ოთახში და დილით გადიოდა ისე, თითქოს ის იყო სასტუმროში, ხოლო არა საკუთარ სახლში. ხოლო ის აგრძელებდა თავისი როლის თამაშს, როლს იდეალური ცოლის, რომელიც არასოდეს უჩივის, არასოდეს ითხოვს, არასოდეს ბრალდებს. მაგრამ ყოველ ადამიანს აქვს წერტილი, სადაც ის ვეღარ უძლებს. და დოდოს ცოლისთვის ეს წერტილი მოვიდა 1950-იანი წლების ბოლოს, როდესაც მან შეიტყო, რომ დოდოს ჰყავდა არაუბრალოდ რომანი, არამედ რაღაც უფრო სერიოზული. ის ხვდებოდა ერთ ქალს უკვე 2 წელი და ეს ქალი იყო ორსულად. ეს ამბავი მოვიდა მისთან არაუშუალოდ, არამედ ჭორების გზით. ერთ-ერთმა კეთილმოსურნე მეგობარმა უთხრა მას ხავის დალევისას, თითქოს შემთხვევით, მაგრამ რეალურად სრულიად განზრახ. დოდოს ცოლი მოისმინა, დაასრულა ყავა, მადლობა უთხრა ინფორმაციისთვის და წავიდა სახლში. იქ მარტო ის პირველად დაშალა. ის იჯდა სამზარეულოს იატაკზე და ტიროდა ისე, როგორც არასოდეს უტიროდა. ტიროდა არა იმიტომ, რომ ის ღალატობდა, ამას ის უკვე მიეჩვია, არამედ იმიტომ, რომ ახლა იყო მტკიცებულება იმისა, რომ მისი მსხვერპლი იყო უაზრო, რომ ის არაფერს ნიშნავდა, რომ ის იყო მხოლოდ ჩრდილი, რომელსაც არავინ არ ხედავდა. როდესაც დოდო დაბრუნდა სახლში იმ ღამით, ის იპოვა თავისი ცოლი მჯდომარე სასადილო ოთახში, სუფრა მოწყობილი, საჭმელი მზად. ის შეხედა მას და დაინახა რაღაც განსხვავებული მის თვალებში. არა ბრალდება, არა რისხვა, არამედ რაღაც უფრო საშინელი. სრული დამორჩილება, სრული დანებება. ის უთხრა: "ვახშამი მზადა, დაჯექი." ის დაჯდა. ისინი ჭამდნენ სიჩუმეში. და ამ სიჩუმეში იყო ყველაფერი. ყველა სიტყვა, რომელიც არასოდეს ითქვა. ყველა ტკივილი, რომელიც არასოდეს გამოითქვა. ყველა ცრემლი, რომელიც არასოდეს ნანახი იყო. ეს იყო მომენტი, როდესაც მათი ქორწინება ოფიციალურად გადაიქცა ხელშეკრულებად. ხელშეკრულებად, სადაც ის იძლეოდა თავის სიცოცხლეს, ხოლო ის იღებდა თავისუფლებას. მაგრამ რა მოხდა იმ ბავშვთან, რა მოხდა იმ ქალთან, რომელიც იყო ორსულად დოდოს შვილით? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ არის ცნობილი. ზოგიერთი ამბობს, რომ ბავშვი დაიბადა და გაიზარდა სხვა ქალაქში, სხვა გვარით და არასოდეს შეიტყო, ვინ იყო მისი რეალური მამა. სხვები ამბობენ, რომ ბავშვი არასოდეს დაბადებულა, რომ რაღაც მოხდა, რაც აიძულა ქალი მიიღო საშინელი გადაწყვეტილება. მესამენი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ჭორი, რომ არასოდეს ყოფილა ორსული ქალი, რომ ეს იყო მხოლოდ კიდევ ერთი ლეგენდა თბილისის უსასრულო ლეგენდების ზღვაში. მაგრამ დოდოს ცოლი იცოდა სიმართლე და ის წაიღო ეს სიმართლე საფლავში. 1950-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში დოდო აბაშიძე აგრძელებდა თავისი კარიერის აყვავებას. ის იღებდა როლებს, რომლებიც აქცევდნენ მას კიდევ უფრო ცნობილად. ის მგზავრობდა საზღვარგარეთ ფესტივალებზე, ის იყო ის, რასაც ყველა უწოდებდა წარმატებულ კაცს. მაგრამ სახლში, იმ 4 კედელს შორის, ცხოვრობდა ქალი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. ის კარგავდა საკუთარ თავს, კარგავდა იმას, რაც ოდესღაც იყო. კარგავდა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ოდესღაც ოცნებობდა სიყვარულზე და ბედნიერებაზე. ის იქცა მანქანად. მანქანად, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს. შეენარჩუნებინა ილუზია. შეენარჩუნებინა ფასადი. შეენარჩუნებინა ის, რასაც ხალხი უწოდებდა
ბედნიერ ოჯახს. მისი მეგობრები, ის რამდენიმე ქალი, რომელთანაც ის ჯერ კიდევ საუბრობდა, ცდილობდნენ მას დაერწმუნებინათ, რომ წასულიყო, რომ დაუმდაეწყო ახალი ცხოვრება. რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა დრო იყოს ბედნიერი. მაგრამ ის მხოლოდ თავს აქნევდა და ამბობდა: "სად წავიდე? ვინ მიჭირავს? მე ვარ დოდო აბაშიძის ცოლი. ეს არის ჩემი იდენტობა, ეს არის ჩემი ცხოვრება. მის გარეშე მე ვარ არავინ." ეს იყო ტრაგედია. არა იმიტომ, რომ ის რჩებოდა ქმართან, რომელიც არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ის რწმენოდა, რომ მის გარეშე ის რეალურად იყო არავინ. ეს იყო ის, რასაც საზოგადოება აკეთებდა ქალებთან. აქცევდა მათ დანამატად, აქცევდა მათ ჩრდილად, აქცევდა მათ არსებად, რომელთა ღირებულება განისაზღვრებოდა მხოლოდ იმით, ვის გვერდით იდგნენ. 1950-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის გახდა საჯარო სკანდალი. დოდო აბაშიძე და მისი ცოლი იყვნენ მოწვეულები დიდ მიღებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთი ფილმის პრემიერას. ეს იყო მოვლენა, სადაც იყო მთელი თბილისის ელიტა, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, ოფიციალური პირები. დოდო, როგორც ყოველთვის, იყო ცხოვრების სული. ის ხუმრობდა, ყვებოდა ისტორიებს და ყველა იყო მოხიბლული მისი ქარიზმით. მისი ცოლი იდგა მის გვერდით, ღიმილით სახეზე, ლამაზი კაბით და ჩანდა როგორც იდეალური წყვილის ნახევარი. მაგრამ შუა საღამოს, როდესაც დოდო იყო გარშემორტყმული ადამიანებით, მის ცოლს მოუვიდა ერთ-ერთი ქალი. ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით და თავისი ამბიციებით. ეს ქალი მივიდა დოდოს ცოლთან და უთხრა, ძალიან თკბილად და ძალიან საჯაროდ: "თქვენ ასეთი ბედნიერი ხართ. დოდო ასეთი საოცარი კაცია. მე ვისურვებდი ხოლოდა ასეთი ქმარი." დოდოს ცოლმა შეხედა ამ ქალს და იმ მომენტში რაღაც მოხდა. მან დაინახა ამ ქალის თვალებში რაც ამბობდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ კომპლიმენტი, რომ ესო გამოწვევა, რომ ეს იყო ის ქალი, რომელიც ეხლა იყო დოდოს ცხოვრებაში. დოდოს ცოლმა გაიღიმა. ის ღიმილი, რომელსაც ის ასე კარგად იცნობდა. ის ღიმილი, რომელიც იყო როგორც ნიღაბი და უთხრა: "დიახ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა." შემდეგ ის გაბედულად მივიდა დოდოსთან, ჩაეკიდა მის ხელს და უთხრა: "მოდი, წავიდეთ სახლში, მე დავიღალე." დოდომ შეხედა მას გაგვირვებით. ის არასოდეს ითხოვდა წასვლას. ის ყოველთვის რჩებოდა იქამდე, სანამ ის არ გადაწყვეტდა წასვლას. მაგრამ იმ ღამით რაღაც იყო განსხვავებული მის ხმაში. რაღაც, რაც აიძულა დოდო დაეთანხმებინა. ისინი წავიდნენ და მთელი გზა სახლამდე ისინი არ ილაპარაკეს. როდესაც ისინი შევიდნენ სახლში, დოდო წავიდა თავის ოთახში, ხოლო მისი ცოლი დარჩა სასადილო ოთახში, იჯდა სიბნელეში და პირველად წლების განმავლობაში კითხა საკუთარ თავს: "რამედენ ხანს კიდევ?" ეს იყო მომენტი, როდესაც რაღაც დაიწყო ცვლა. არა გარედან, არამედ შიგნიდან. დოდოს ცოლი დაიწყო ნელ-ნელა გაცნობიერება იმისა, რომ მისი მსხვერპლი არ იყო სიყვარული, არამედ შიში. შიში იმისგან, რომ დარჩებოდა მარტო. შიში იმისგან, რომ დაკარგავდა თავის იდენტობას. შიში იმისგან, რომ ხალხი ამბობდა, ნახე, მან ვერ შეინარჩუნა ქმარი. ეს იყო შიში, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე სიყვარული, უფრო ძლიერი ვიდრე ღირსება, უფრო ძლიერი ვიდრე საკუთარი ბედნიერება. და ეს შიში იყო ის, რაც აკავებდა მას იმ ქორწინებაში, რომელიც უკვე დიდი ხანია იყო მკვდარი. მაგრამ ამავე დროს რაღაც სხვაც იწყებოდა. რაღაც, რაც იყო უფრო საშიში. დოდო აბაშიძე იწყებდა ცვას. არა მხოლოდ მისი ქცევა, არამედ მისი ფიზიკური მდგომარეობა. ის იწყებდა სმას უფრო მეც. ის იწყებდა დაბრუნებას სახლში უფრო გვიან. ის იწყებდა ყოფნას უფრო ნერვიულად, უფრო აგრესიულად. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ ის იცვლებოდა, რომ რაღაც ხდებოდა მასთან, რაც არ იყო კარგი. მაგრამ არავინ არ იცოდა რა, რადგან დოდო არასოდეს საუბრობდა თავის პრობლემებზე. ის ყოველთვის იყო ის, ვინც ყველას ეხმარებოდა, მაგრამ არასოდეს ითხოვდა დახმარებას საკუთარი თავისთვის. და მისი ცოლი, რომელიც იცნობდა მას უკეთ ვიდრე ვინმე, ხედავდა ამ ცვლილებებს და ის აშინებდა მას, რადგან ის იცოდა, რომ როდესაც კაცი იწყებს თვითდესტრუქციას, ის იწყებს ყველას დესტრუქციას თავის გარშემო. 1950-იანი წლების ბოლოსთვის დოდო აბაშიძის ცხოვრება იყო როგორც ორმაგი ხმალი. ერთი მხარე იყო ბრწყინვალება, წარმატება, დიდება, ხოლო მეორე მხარე იყო ბნებნელი, სავსე საიდუმლოებებით, ტკივილით და თვითდესტრუქციით.
და შუაში იდგა ქალი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ბალანსი, ცდილობდა შეენარჩუნებინა ილუზია, ცდილობდა შეენარჩუნებინა ის, რაც უკვე დიდი ხანია იყო დაკარგული. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ადამიანმა აიტანოს? რამდენ ხანს შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ორმაგ ცხოვრებაში? ერთი გარედან, მეორე შიგნიდან. რამდენ ხანს შეიძლება ადამიანმა იყოს ჩრდილი, სანამ ის სრულიად არ გაქრება? ეს იყო კითხვები, რომლებსაც დოდოს ცოლი ისვამდა საკუთარ თავს ყოველ ღამე. როდესაც ის იწვა თავის საწოლში, მარტო, უსმენდა ხმებს ქუჩიდან, ელოდა ხმას კარებთან, რომელიც ნიშნავდა, რომ დოდო დაბრუნდა, და ყოველ ღამე, როდესაც ეს ხმა ისმოდა, ის გრძნობდა ორ განსხვავებულ ემოციას. ერთი იყო შვება, რომ ის დაბრუნდა, მეორე იყო ტკივილი, რომ ის დაბრუნდა არა მისთვის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სხვა ადგილი, სადაც წასულიყო. და ეს ტკივილი იყო უარესი ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ტკივილი. ეს იყო ტკივილი იმის გაცნობიერებისა, რომ შენ აღარ ხარ საჭირო, რომ შენ ხარ მხოლოდ ნაწილი ინტერიერისა, რომ შენ ხარ მხოლოდ ის, ვინც ინარჩუნებს ფასადს. მაგრამ ფასადები არ გრძელდება სამუდამოდ და დოდო აბაშიძის ფასადი იწყებდა ბზარების გამოჩენას. რა მოხდება, როდესაც ეს ფასადი საბოლოოდ ჩამოიშლება? რა მოხდება იმ ქალთან, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამ ფასადის შენარჩუნებას? და რა იყო ის საიდუმლო, რომელიც დამალული იყო იმ ფოტოალბომში, რომელიც იპოვეს ღია იმ ბინაში? ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს არის ისტორია, რომელიც გრძელდება და რომლის ყველაზე საშინელი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. 1950-იანი წლების ბოლოს, ერთ-ერთ ცივ დეკემბრის საღამოს, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში და მისი სხეული იყო დაფარული სისხლით. ექიმები, რომლებმაც მიიღეს იგი, მაშინვე გაიგეს, რომ ეს არ იყო უბრალო უბედური შემთხვევა. ეს იყო რაღაც უფრო საშინელი. ქალს ჰქონდა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ მას სცემეს. და სცემეს არა ერთხელ, არამედ სისტემატურად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ როდესაც ის გამოფხიზლდა და ექიმებმა კითხეს, ვინ გააკეთა ეს, მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. ის მხოლოდ იმეორებდა: დამივიწყეთ. გთხოვთ, უბრალოდ დამივიწყეთ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მედდამ, რომელიც იყო იმ ღამის სვაში, მოგვითხრა, რომ ამ ქალის ჩანთაში იპოვეს ბარათი. ბარათი, რომელზეც იყო დაწერილი მისამართი ვერაში, ზუსტად იმ ბინისა, რომელიც ეკუთვნოდა დოდო აბაშიძის ნათესავს. ეს ქალი იყო ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი იმ ქალებიდან, რომლებიც შედიოდნენ დოდოს მეორე ცხოვრებაში და გამოდიოდნენ დამსხვრეული. მაგრამ რატომ არავინ არ საუბრობდა ამაზე, რატომ არავინ არ დაიცვა ეს ქალები? და რატომ დოდოს ცოლი, რომელმაც უნდა იცოდა ყველაფერი, აგრძელებდა დუმილს? იმ ღამის შემდეგ, როდესაც ეს ქალი მოხვდა საავადმყოფოში, თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება. მაგრამ ეს გამოძიება არასოდეს მივიდა არსად. ოფიციალურად საქმე დაიხურა როგორც უბედური შემთხვევა. და ქალი, როდესაც გამოჯამრთელდა, გაქრა თბილისიდან და არავინ აღარ იცოდა სად წავიდა. მაგრამ ის რაც დარჩა, იყო ჭორები. ჭორები, რომლებიც ვრცელდებოდა ჩუმად, ჩურჩულით, სახლიდან სახლში, ქალიდან ქალამდე. ამბობდნენ, რომ დოდო აბაშიძე არ იყო ის, ვინც ჩანდა, რომ მის ულამაზეს სახეს უკან იყო დამალული ბნელი მხარე. მხარე, რომელიც გამოდიოდა მაშინ, როდესაც ის სვამდა, როდესაც ის კარგავდა კონტროლს, როდესაც ის იყო იმ ბინაში ვერაში, სადაც არავინ არ ხედავდა მას. ამბობდნენ, რომ ის epყრობოდა ქალებს არა სიყვარულით, არამედ ძალადობით, რომ ის იყენებდა თავის სტატუსს, თავის ძალაუფლებას, თავის კავშირებს, იმისთვის, რომ დაეფარა თავისი ბნელი საიდუმლოებები. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ყველა ამბობდა, მისი ცოლი იცის. ის ყოველთვის იცოდა. მაგრამ ის არჩევს დუმილს. დოდოს ცოლი რეალურად იცოდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე უთხრა, არამედ იმიტომ, რომ ის გრძნობდა. ის გრძნობდა, როდესაც დოდო ბრუნდებოდა სახლში იმ ღამეებში, როდესაც მისი ხელები კანკალებდა, როდესაც მისი თვალები იყო სავსე რაღაც ბნელით, რაღაც რაც არ იყო უბრალოდ დაღლილობა ან სიმთვრალე. ის გრძნობდა, როდესაც ის ბანაობდა საათობით, თითქოს ცდილობდა ჩამორეცხოს რაღაც, რაც არ იშლებოდა წყლით. ის გრძნობდა, როდესაც ის იძინებდა და ყვიროდა ძილში, ყვიროდა სიტყვებს, რომლებსაც ის ვერ ხვდებოდა, მაგრამ რომლებიც ჟღერდა როგორც ტანჯვა. მაგრამ ის არასოდეს გკითხა. ის არასოდეს დაუპირისპირდა. რადგან ის იცოდა, რომ თუ ის გკითხავდა,
თუ ის გახსნიდა იმ კარს, რომელიც უნდა დარჩენილიყო დახურული, მაშინ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. არა მხოლოდ მათი ქორწინება, არამედ მთელი ის სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. სამყარო, რომელიც აშენებული იყო ტყუილებზე, ფასადებზე და დუმილზე. 1950-იანი წლების შუა პერიოდში დოდო აბაშიძის გარშემო დაიწყო ყალიბება განსაკუთრებული წრე. წრე ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ უბრალოდ მისი მეგობრები ან კოლეგები, არამედ იყვნენ მისი თანამზრახველები, მისი დამცველები, მისი ჩრდილები. ამ წრეში შედიოდნენ გავლენიანი ადამიანები, კინოსტუდიის დირექტორები, პარტიის ოფიციალური პირები, ბიზნესმენები, რომლებიც აკონტროლებდნენ თბილისის ღამის ცხოვრებას. ისინი იკრიბებოდნენ არა ოფიციალურ შეხვედრებზე, არამედ პირად სიმφცეებში, ბანებში, დახურულ რესტორნებში, პირად ბინებში, სადაც არავინ არ ხედავდა მათ. იქ, იმ შეხვედრებზე ისინი არ საუბრობდნენ კინოზე ან ხელოვნებაზე. ისინი საუბრობდნენ ძალაუფლებაზე, ფულზე, გავლენაზე. ისინი საუბრობდნენ იმაზე, როგორ იმაზე, როგორ შეენარჩუნებინათ თავიანთი პოზიციები, როგორ დაეფარათ თავიანთი საიდუმლოებები, როგორ გამოეყენებინათ სისტემა საკუთარი სასარგებლოდ. და დოდო აბაშიძე იყო ამ წრის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. არა იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე ღირებული. მისი სახელი, მისი რეპუტაცია, მისი იმიჯი იყო ის, რაც იცავდა მათ ყველას. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ამ წრის წევრი და რომელიც მოგვიანებით 1990-იან წლებში გაიქცა საზღვარგარეთ და მისცა ინტერვიუ უცხოურ ჟურნალს, მოგვითხრა საშინელი დეტალები. ის ამბობდა, რომ დოდო აბაშიძე იყო არაუბრალოდ მსახიობი, არამედ იყო ნაწილი უფრო დიდი სისტემისა. სისტემისა, რომელიც იყენებდა კულტურას, ხელოვნებას, ცნობილ ადამიანებს, როგორც ფასადს იმისთვის, რომ დაემალა კორუფცია, ძალადობა, კრიმინალი. ის ამბობდა, რომ იმ შეხვედრებზე, სადაც ის თავადაც იყო, ისინი საუბრობდნენ იმაზე, როგორ გამოეყენებინათ დოდოს პოპულარობა იმისთვის, რომ გაეწყვიტათ ბიზნეს გარიგებები, როგორ გამოეყენებინათ მისი კავშირები იმისთვის, რომ მიეღწიათ პოლიტიკურ მიზნებამდე. ის ამბობდა, რომ დოდო იყო მარიონეტი, ძალიან ძვირფასი, ძალიან ლამაზი მარიონეტი, მაგრამ მაინც მარიონეტი. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ დოდო თავად იცოდა ეს და ის ეთანხმებოდა, რადგან ეს აძლევდა მას ძალაუფლებას, ფულს, თავისუფლებას იმისთვის, რომ ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. მაგრამ ყოველ ძალაუფლებას აქვს ფასი და დოდოს ფასი იყო მისი სული. ის ნელ-ნელა კარგავდა საკუთარ თავს, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად, სულიერად. ის იწყებდა ყოფნას უფრო აგრესიულად, უფრო არაპროგნოზირებადად, უფრო საშიშად. მისი მეგობრები, რომლებიც რეალურად ზრუნავდნენ მასზე, ცდილობდნენ მას დაერწმუნებინათ, რომ შეეჩერებინა, რომ გაეთავისუფლებინა საკუთარი თავი იმ წრიდან, რომელიც კლავდა მას. მაგრამ დოდო არ უსმენდა, რადგან ის უკვე იყო ძალიან ღრმად, ძალიან ჩართული, ძალიან დამოკიდებული იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას ჰქონდა. ის იყო როგორც ნარკომანი ძალაუფლებისა, ცნობადობისა, თავისუფლებისა. და როგორც ყოველი ნარკომანი, ის იცოდა, რომ ის კვდებოდა, მაგრამ ის ვერ ჩერდებოდა. დოდოს ცოლი ხედავდა ამ ცვლილებებს. და ის აშინებდა მას უფრო მეტად, ვიდრე ღალატები, ვიდრე სკანდალები, ვიდრე ყველაფერი სხვა. რადგან ის ხედავდა, რომ მისი ქმარი არ იყო უბრალოდ ბედნიერი კაცი, რომელიც ატყუებდა თავის ცოლს. ის იყო კაცი, რომელიც კარგავდა საკუთარ თავს. კაცი, რომელიც ეშვებოდა უფსკრულში და არავინ არ შეეძლო მისი გადარჩენა. ის ცდილობდა საუბარს მასთან, არა ღალატებზე, არა იმ ქალებზე, არამედ მასზე, მის მდგომარეობაზე, მის ცხოვრებაზე. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ის ცდილობდა ამ თემის შეხებას, დოდო იხურებოდა, ხდებოდა აგრესიული, ან უბრალოდ გადიოდა სახლიდან. ის არ სურდა საუბარი, რადგან საუბარი ნიშნავდა აღიარებას და აღიარება ნიშნავდა სისუსტეს. და სისუსტე იყო ის, რასაც დოდო აბაშიძე არ შეეძლო გამოიჩინა. 1950-იანი წლების ბოლოს მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის გახდა გადამწყვეტი. დოდო აბაშიძე დააპატიმრეს ერთი ღამით, მას შემდეგ, რაც მან გამოიწვია ავარია თბილისის ცენტრში. ის იყო მთვრალი, ის მართავდა მანქანას დიდი სიჩქარით და ის დაეჯახა სხვა მანქანას. საბედნიეროდ არავინ არ დაშავდა სერიოზულად, მაგრამ ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ პოლიციამ წაიყვანა იგი. ოფიციალურად ის გაათავისუფლეს რამდენიმე საათში, რადგან ვიღაც ძალიან გავლენიანმა ადამიანმა დაარეკა და უბრძანა მის გათავისუფლებას. მაგრამ ამბავი გავრცელდა. და პირველად დოდო აბაშიძის რეპუტაცია დაიწყო ბზარების გამოჩენა. ხალხი იწყებდა საუბარს,
არა ხმამაღლა, არამედ ჩუმად, ფარულად. ისინი იწყებდნენ კითხვას: რა ხდება დოდოსთან? რატომ ის ასე იქცევა? რატომ მისი ცოლი არაფერს არ აკეთებს? იმ ღამით, როდესაც დოდო დაბრუნდა სახლში პოლიციიდან, მისი ცოლი ელოდა მას. ის იჯდა სასადილო ოთახში, შუქები ჩართული, და როდესაც დოდო შემოვიდა, ის შეხედა მას და პირველად წლების განმავლობაში მან დაინახა მის თვალებში არა შიში, არა ტკივილი, არამედ რაღაც სხვა, გადაწყვეტილება. ის უთხრა: ჩვენ უნდა ვისაუბროთ. დოდო შეხედა მას, დაიღალებული, დამსხრეული და თქვა: არა ეხლა, გთხოვ. მაგრამ ის არ დანებდა. ის თქვა: დიახ, ეხლა. რადგან თუ არა ეხლა, მაშინ არასოდეს. და ამ მომენტში რაღაც მოხდა. რაღაც, რაც არასოდეს მომხდარა მათ ქორწინებაში. დოდო დაჯდა და ისინი საუბრობდნენ, არა ღალატებზე, არა იმ ქალებზე, არამედ მასზე, მის ცხოვრებაზე, მის შიშებზე, მის ტკივილზე. და პირველად დოდო აბაშიძე, ეს დიდი მსახიობი, ეს ძლიერი კაცი, ეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო კონტროლში, დაიშალა. ის ტიროდა, ის საუბრობდა, ის აღიარებდა. ის უთხრა მას ყველაფერი. როგორ ის გრძნობდა საკუთარ თავს როგორც ტყვეს, როგორ ის იყო ჩაკეტილი იმ სისტემაში, რომელსაც თავად შეუქმნა, როგორ ის ვერ შეეძლო გაჩერება, რადგან თუ ის გაჩერდებოდა, მაშინ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ის უთხრა მას იმ ქალებზე, არა იმიტომ, რომ ის ამართლებდა საკუთარ თავს, არამედ იმიტომ, რომ ის სურდა, რომ ის გაეგო. ის უთხრა, რომ ის არ უყვარდა არც ერთი მათგანი, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ გზა გაქცევისა, გზა დავიწყებისა, გზა იმისა, რომ არ გრძნობდა ტკივილს, რომელიც ის გრძნობდა ყოველ დღე. ის უთხრა, რომ ის იცოდა, რომ ის აზიანებდა მას, რომ ის იცოდა, რომ ის არ იყო ის ქმარი, რომელსაც ის იმსახურებდა, მაგრამ ის არ იცოდა, როგორ შეეცვალა, როგორ გამხდარიყო უკეთესი. და ის უთხრა, რომ ის შეშინებული იყო, შეშინებული იმისგან, რომ ის კარგავდა საკუთარ თავს, შეშინებული იმისგან, რომ ის გახდებოდა მონსტრი, შეშინებული იმისგან, რომ ის დაკარგავდა ყველაფერს. დოდოს ცოლი უსმენდა და პირველად წლების განმავლობაში ის გრძნობდა არა ტკივილს, არა რისხვას, არამედ რაღაც სხვას, თანაგრძნობას. რადგან ის გაიგო, რომ ის არ იყო ერთადერთი მსხვერპლი ამ ქორწინებაში, რომ დოდო თავადაც იყო მსხვერპლი, მსხვერპლი საკუთარი არჩევანებისა, მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, მსხვერპლი იმ მოლოდინებისა, რომელიც ეკისრებოდა მას როგორც კაცს, როგორც მსახიობს, როგორც სიმბოლოს. მაგრამ ამავე დროს ის იცოდა, რომ თანაგრძნობა არ იყო საკმარისი, რადგან თანაგრძნობა არ ცვლიდა რეალობას. თანაგრძნობა არ აჩერებდა ტკივილს. თანაგრძნობა არ აბრუნებდა იმ წლებს, რომლებიც დაიკარგა. ის უთხრა მას: მე გესმით, მაგრამ გაგება არ არის საკმარისი. შენ უნდა შეიცვალო. და თუ შენ ვერ შეიცვლი, მაშინ მე უნდა წავიდე. ეს იყო პირველი ჯერი, როდესაც დოდოს ცოლმა თქვა ეს სიტყვები ხმამაღლა. მე უნდა წავიდე. და ეს სიტყვები ჰქონდა ძალა, ძალა, რომელიც აშინებდა მათ ორივეს. დოდო შეხედა მას და თქვა: გთხოვ არა. გთხოვ მომეცი კიდევ ერთი შანსი. მე შევიცვლები. დაგპირდები. და ის იმ მომენტში, იმ ღამით რწმენოდა მას. რადგან ის სურდა რწმენა, რადგან ის სჭირდებოდა რწმენა, რადგან რწმენა იყო ერთადერთი, რაც მას ჰქონდა დარჩენილი. ის თქვა: კარგი, ერთი შანსი, მაგრამ ეს არის ბოლო. და დოდო დაპირდა. დაპირდა, რომ შეეცვლა, რომ შეეჩერებინა სმა, რომ შეეჩერებინა ის ცხოვრება, რომელიც კლავდა მას, რომ გამხდარიყო ის ქმარი, რომელსაც ის იმსახურებდა. მაგრამ დაპირებები ადვილია, შესრულება რთულია. დოდო აბაშიძე რეალურად ცდილობდა. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ის რჩებოდა სახლში უფრო ხშირად. ის არ სვამდა. ის ცდილობდა იყოს უფრო ყურადღებიანი, უფრო თბილი, უფრო ახლოს. მისი ცოლი ხედავდა ამ ცდებს და ის აძლევდა მას იმედს. იმედს იმისა, რომ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ისინი შეეძლოთ გადარჩენა. შეეძლოთ აშენება რაღაც ახალი, რაღაც უკეთესი. მაგრამ იმედი არის საშიში, რადგან როდესაც იმედი იშლება, ტკივილი არის ორმაგი. და დოდოს შემთხვევაში იმედი დაიშალა, არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღე-დღე. ის დაიწყო კვლავ გვიან დაბრუნება, დაიწყო კვლავ სმა, დაიწყო კვლავ ის ძველი ცხოვრება. და მისი ცოლი ხედავდა ამას, და ის გრძნობდა, როგორ კვდებოდა ის ბოლო ნაწილი იმედისა,
რომელიც მას ჰქონდა დარჩენილი. 1950-იანი წლების ბოლოსთვის დოდო აბაშიძის ცხოვრება იყო როგორც სპირალი, რომელიც ეშვებოდა ქვემოთ და ყველა ვინც იცნობდა მას, ხედავდა ამას. მისი მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ის არ იღებდა დახმარებას. მისი კოლეგები ცდილობდნენ საუბარს, მაგრამ ის არ უსმენდა. მისი ცოლი ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ ის არ სურდა გადარჩენა. რადგან დოდო აბაშიძე უკვე გადაწყვიტა, არა გონივრულად, არამედ ქვეცნობიერად, რომ ის არ შეეძლო ცხოვრება ორ სამყაროში, რომ ის არ შეეძლო ყოფნა ორი ადამიანი ერთდროულად, რომ ის უნდა აერჩია. და ის აერჩია ის სამყარო, რომელიც კლავდა მას, რადგან ეს იყო ერთადერთი სამყარო, სადაც ის გრძნობდა საკუთარ თავს ცოცხლად. მისი ცოლი იმ დროისთვის უკვე იცოდა, რომ ის დაკარგა მას. არა ფიზიკურად, რადგან ის ჯერ კიდევ ცხოვრობდა იმავე სახლში, არამედ სულიერად, ემოციურად, ყველა იმ გზით, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი იყო. ის იცოდა, რომ მისი ქორწინება იყო მკვდარი, რომ მისი სიყვარული იყო მკვდარი, რომ მისი იმედი იყო მკვდარი. მაგრამ ის ჯერ კიდევ რჩებოდა, რადგან რჩენა იყო ერთადერთი, რაც ის იცოდა. რჩენა იყო ერთადერთი, რაც მას ასწავლეს, რჩენა იყო ერთადერთი, რაც მას ჰქონდა. ის იყო ქალი, რომელიც დაკარგა საკუთარი თავი იმ პროცესში, რომელშიც ის ცდილობდა გადაერჩინა სხვა ადამიანი. და ახლა, როდესაც ეს ადამიანი უკვე არ სურდა გადარჩენა, ის დარჩა მარტო, ცარიელი, დაკარგული. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ იყო, რადგან დოდო აბაშიძის ცხოვრება არ იყო უბრალოდ ტრაგედია ერთი კაცისა და ერთი ქალისა. ეს იყო ტრაგედია მთელი სისტემისა, მთელი საზოგადოებისა, მთელი იმ სამყაროსა, რომელიც აშენებული იყო ტყუილებზე, ფასადებზე და დუმილზე. და როდესაც ეს სამყარო დაიწყებდა ჩამოშლას, და ის დაიწყებდა ჩამოშლას, ყველა ვინც იყო მასში, დაეცემოდა მასთან ერთად. დოდოს ცოლი იცოდა ეს და ის ელოდა იმ მომენტს, როდესაც ყველაფერი საბოლოოდ ჩამოიშლებოდა, როდესაც ყველა ასაიდუმლო გამოვიდოდა ზედაპირზე, როდესაც ყველა ტკივილი, რომელიც იყო დამალული წლების განმავლობაში, საბოლოოდ გამოჩნდებოდა. და ის იცოდა, რომ როდესაც ეს მომენტი მოვიდოდა, ის უნდა ყოფილიყო მზად. მზად არა გადარჩენისთვის, არამედ გადარჩენისთვის საკუთარი თავისა. გადარჩენისთვის იმ ნაწილისა, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი. რატომ ქალი რჩება ურთიერთობაში, რომელიც კლავს მას? რატომ ის აგრძელებს იმედს, როდესაც ყველა მტკიცებულება ამბობს, რომ იმედი უაზროა? რატომ ის აწირავს საკუთარ ბედნიერებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ილუზია? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არის მარტივი, რადგან ეს არის კითხვები არა მხოლოდ სიყვარულის შესახებ, არამედ იდენტობის შესახებ, ძალაუფლების შესახებ, საზოგადოების შესახებ. დოდოს ცოლი რჩებოდა არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, ის რჩებოდა იმიტომ, რომ მას ასწავლეს, რომ მისი ღირებულება იყო დაკავშირებული იმ კაცთან, ვის გვერდითაც ის იდგა, რომ მისი იდენტობა იყო განსაზღვრული არა იმით, ვინ იყო ის, არამედ იმით, ვიამედ იმით, ვისი ცოლი იყო ის. და ეს იყო ის, რაც კლავდა მას. არა ღალატები, არა სკანდალები, არამედ ის გაცნობიერება, რომ ის დაკარგა საკუთარი თავი იმ პროცესში, რომელშიც ის ცდილობდა ყოფილიყო ის, რასაც სხვები მოელოდნენ მისგან. 1950-იანი წლების ბოლოს, ერთ-ერთ ნოემბრის დილას, დოდოს ცოლმა იპოვა დოკუმენტი, რომელიც შეცვალა ყველაფერი. ეს იყო ხელშეკრულება, დამალული მის ქმრის კაბინეტის უკანა უჯრაში, ხის ყუთში, რომელიც ჩაკეტილი იყო პატარა საკეტით. ის არ ეძებდა მას. ის უბრალოდ ეძებდა ძველ ფოტოალბომს, რომელიც როგორც მას ახსოვდა, იყო სადღაც იმ კაბინეტში. მაგრამ როდესაც ის გახსნა იმ უჯრას, რომელიც არასოდეს გაუხსნია, ის იპოვა არა ალბომი, არამედ ეს ყუთი. საკეტი იყო მარტივი, ძველი და ის გაიხსნა ადვილად. თითქოს თავად ბედმა სურდა, რომ ამ ქალმა ნახა ის, რაც იყო დამალული. შიგნით იყო რამდენიმე დოკუმენტი. ზოგი იურიდიული, ზოგი ფინანსური, ზოგი პირადი. მაგრამ ერთი მათგანი გამოირჩეოდა. ეს იყო ხელშეკრულება, დათარიღებული 1955 წლით, ხელმოწერილი დოდო აბაშიძის მიერ და კიდევ ორი ადამიანის მიერ, რომელთა სახელებიც მან არ იცოდა. ხელშეკრულება იყო დაწერილი რუსულ ენაზე, ოფიციალური, ცივი, იურიდიული ენით, მაგრამ მისი შინაარსი იყო საშინელი. ეს იყო ხელშეკრულება, რომელიც აძლევდა ამ ორ ადამიანს სრულ კონტროლს დოდოს კარიერაზე, მის ფინანსებზე, მის ცხოვრებაზე. ხელშეკრულებაში იყო დაწერილი, რომ დოდო აბაშიძე ვალდებული იყო შეესრულებინა ყველა მათი მითითება, რომ ის არ შეეძლო მიიღო არც ერთი გადაწყვეტილება მათი თანხმობის გარეშე.
რომ ის იყო ფაქტობრივად მათი საკუთრება. და ყველაზე საშინელი იყო ბოლო პუნქტი, რომელიც ამბობდა: ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარე A, ანუ დოდო, ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც უდრის მის მთელ ქონებას, ან შეასრულოს ალტერნატიული ვალდებულებები, რომლებიც განისაზღვრება მხარე B-ს და მხარე G-ს მიერ. რა იყო ეს ალტერნატიული ვალდებულებები? ხელშეკრულება არ ამბობდა, მაგრამ დოდოს წოლმა გაიგო, რომ ეს იყო საშინელი. რომ ეს იყო ის, რაც აიძულებდა მის ქმარს ყოფილიყო თხვე. აიძულებდა მას ცხოვრება ისე, როგორც ის ცხოვრობდა, აიძულებდა მას იყოს არა თავისუფალი კაცი, არამედ მარიონეტი. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რატომ დოდომ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას? და რა ელოდა მას თუ ის ცდილობდა გათავისუფლებას? დოდოს ცოლი იჯდა იმ კაბინეტში, ხელში ეჭირა ეს დოკუმენტი და გრძნობდა, როგორ იცვლებოდა ყველაფერი, რაც ის იცოდა. ყველა ის წელი, როდესაც ის ფიქრობდა, რომ მისი ქმარი უბრალოდ იყო სუსტი კაცი, რომელიც ვერ აკონტროლებდა თავის ვნებებს, ყველა ის წელი, როდესაც ის ბრალდებდა მას უპასუხისგებლობაში, ეგოიზმში, სიბოროტეში, ყველა ეს წელი იყო დაფუძნებული არასრულ ინფორმაციაზე. რადგან ახლა ის ხედავდა, რომ დოდო არ იყო უბრალოდ ცუდი ქმარი. ის იყო თყვე სისტემისა, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ის, უფრო საშიში ვიდრე ის, უფრო სასტიკი ვიდრე ის. მაგრამ ამავე დროს ის გრძნობდა რისხვას. რისხვას იმის გამო, რომ დოდომ არასოდეს უთხრა მას ეს. რისხვას იმის გამო, რომ ის ატარებდა ამ ტვირთს მარტო. რისხვას იმის გამო, რომ ის არ ენდობოდა მას საკმარისად იმისთვის, რომ გაეზიარებინა ეს საიდუმო. ის დააბრუნა დოკუმენტი ხუთში, დახურა უჯრა და გადაწყვიტა. ის არ ეტყოდა დოდოს, რომ იპოვა ეს. ის ელოდებოდა. ელოდებოდა იმას, რომ დოდო თავად მოვიდოდა მასთან და ეტყოდა სიმართლეს. მაგრამ ღრმად, ძალიან ღრმად, ის იცოდა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. იმ დრიდან დოდოს ცოლი დაიწყო ყურადღებით დაგვირვება. არა მხოლოდ თავის ქმარზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ მათ სახლში, რომლებიც რეკავდნენ, რომლებიც ჩნდებოდნენ პრემიერებზე და მიღებებზე. ის იწყებდა ამოცნობას სახეებს, იწყებდა დაკავშირებას სახელებს, იწყებდა გაგებას იმ ქსელისა, რომელიც აკონტროლებდა მის ქმარს. და რაც მეც ხედავდა, მით უფრო აშინებდა მას. რადგან ეს არ იყო უბრალოდ რამდენიმე კორუმპირებული ოფიციალური პირი ან ბიზნესმენი. ეს იყო მთელი სისტემა. სისტემა, რომელიც იყო ჩაშენებული თბილისის, საქართველოს, საბჭოთა კავშირის ძალაუფლების სტრუქტურებში. ეს იყო სისტემა, რომელიც იყენებდა კულტურას, ხელოვნებას, ცნობილ ადამიანებს, როგორც ინსტრუმენტებს. ინსტრუმენტებს ფულის გასათეთრებლად, გავლენის მოსაპოვებლად, კონტროლის შესანარჩუნებლად. და დოდო აბაშიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინსტრუმენტი, რადგან ის იყო საყვარელი, პატივსაცემი, დობით სავსე. ხალხი ვწმენოდა მას. და ეს რწმენა იყო ის, რაც აქცევდა მას იდეალურ ფასადად იმ ბნელი საქმიანობისთვის, რომელიც ხდებოდა მის უკან. 1950-იანი წლების ბოლოს დოდოს ცოლმა გააკეთა რაღაც, რაც ის არასოდეს გაუკეთებია. ის დაუკავშირდა ერთ-ერთ ძველ მეგობარს, კაცს, რომელიც მუშაობდა იურიდიულ სფეროში და რომელსაც ის ენდობოდა. დამოკიდებულია. თუ ხელშეკრულება იყო მოწერილი ძალადობის ქვეშ, ან თუ ის არღვევს კანონს, მაშინ დიახ. მაგრამ თუ ის იყო მოწერილი ნებაყოფლობით და ის არ არღვევს კანონს ფორმალურად, მაშინ ძალიან რთულია. და თუ მეორე მხარეს აქვს ძალაუფლება, კავშირები, რესურსები, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია. დოდოს ცოლმა მადლობა უთხრა და წავიდა. და იმ მომენტში ის გაიგო, რომ მისი ქმარი იყო ნამდვილად თხვე, რომ არ არსებობდა გზა გათავისუფლებისა, რომ ერთადერთი გზა იყო გაქცევა. მაგრამ გაქცევა ნიშნავდა დატოვებას ყველაფრისა. კარიერისა, რეპუტაციისა, შესაძლოა თავად ცხოვრებისა. იმ ღამით დოდოს ცოლი ვერ დაიძინა. ის იწვა თავის საწოლში და ფიქრობდა. ის ფიქრობდა იმ ყველა წელზე, რომელიც გაატარა ამ კაცთან. ფიქრობდა იმ ყველა ტკივილზე, რომელიც გამოიარა. ფიქრობდა იმ ყველა არჩევანზე, რომელიც გააკეთა. და ის ფიქრობდა იმაზე, რა უნდა გაეკეთებინა ახლა. ის შეეძლო წასვლა, დატოვება დოდოსი, დატოვება ამ ქორწინებისა, დაწყება ახალი ცხოვრებისა. მაგრამ თუ ის წავიდოდა, რა მოხდებოდა დოდოსთან? ვინ დარჩებოდა მის გვერდით? ვინ იზრუნებდა მასზე, როდესაც ის საბოლოოდ ჩამოიშლებოდა? რადგან ის იცოდა, რომ ჩამოშლა იყო გარდაუვალი. ის ხედავდა ნიშნებს, ხედავდა, როგორ დოდო ნელ-ნელა კარგავდა საკუთარ თავს, როგორ ის ეშვებოდა უფსკრულში.
და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა ტკივილისა, მიუხედავად ყველა ღალატისა, ის ჯერ კიდევ გრძნობდა რაღაცას მისკენ. არა სიყვარულს, არა ვნებას, არამედ რაღაც უფრო ღრმას, რაღაც, რაც იყო დაკავშირებული იმ წლებთან, რომლებიც ისინი გაატარეს ერთად. დაკავშირებული იმ ადამიანთან, ვინც ის ოდესღაც იყო. დაკავშირებული იმ იმედთან, რომელიც ის ოდესღაც ჰქონდა. მაგრამ იმავე დროს ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო გადარჩენა დოდოსი, რადგან ადამიანს არ შეუძლია გადარჩენა სხვა ადამიანისა, რომელიც არ სურს გადარჩენა. და დოდო არ სურდა გადარჩენა. ის სურდა გაქცევა, სურდა დავიწყება, სურდა დასრულება. ის იყო კაცი, რომელიც დაიღალა ბრძოლით, დაიღალა თხუილით, დაიღალა ორმაგი ცხოვრებით. ის იყო კაცი, რომელიც უკვე გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გზა იყო თვითდესტრუქცია და არაფერი, რასაც მისი ცოლი ან ვინმე სხვა შეეძლო თქმა ან გაკეთება, შეცვლიდა ამას. და ეს იყო ყველაზე საშინელი გაცნობიერება. გაცნობიერება იმისა, რომ შენ უძლური ხარ, რომ შენ არ შეგიძლია არაფერი, რომ შენ მხოლოდ შეგიძლია უყურო, როგორ ადამიანი, რომელსაც ოდესღაც უყვარდა, ნელ-ნელა კვდება შენს თვალწინ. 1950-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში დოდო აბაშიძის ქცევა გახდა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი, კიდევ უფრო საშიში. ის იწყებდა გამოუცხადებლობას გადაღებებზე, იწყებდა კამათს რეჟისორებთან, იწყებდა სკანდალებს კოლეგებთან. მისი რეპუტაცია, რომელიც ოდესღაც იყო უმციკლო, იწყებდა ბზარების გამოჩენას და ხალხი იწყებდა საუბარს. ისინი ამბობდნენ, რა მოუვიდა დოდოს? რატომ ის ასე იქცევა? შესაძლოა ავად არის? ზოგიერთი ამბობდა, რომ ის სვამდა ძალიან ბევრს. ზოგიერთი ამბობდა, რომ მას ჰქონდა ნერვული პრობლემები. ზოგიერთი ამბობდა, რომ მას ჰქონდა პრობლემები ოჯახში. მაგრამ არავინ არ იცოდა რეალური სიმართლე, რადგან რეალური სიმართლე იყო ძალიან რთული, ძალიან ბნელი, ძალიან საშიში, იმისთვის, რომ ვინმე გაბედულიყო მისი წარმოდგა. დოდოს ცოლი ხედავდა, როგორ მისი ქმარი ნელ-ნელა იშლებოდა. და ის ცდილობდა დახმარებას, ცდილობდა მხარდაჭერას, ცდილობდა ყოფნას იქ მისთვის. მაგრამ დოდო არ იღებდა დახმარებას. ის აგდებდა მას, ბრაზდებოდა მასზე, ამბობდა მას საშინელ სიტყვებს. ის ამბობდა, შენ არაფერს ხვდები, შენ არ იცი რა ხდება, შენ არ იცი რა ვგრძნობ. და ის მართალი იყო. ის არ იცოდა რა გრძნობდა ის, რადგან ის არასოდეს უთხრა მას. მაგრამ ის იცოდა ტკივილი. ის იცოდა, როგორი იყო ცხოვრება ადამიანთან, რომელიც კარგავდა საკუთარ თავს. ის იცოდა, როგორი იყო ყოფნა უძლური. ის იცოდა, როგორი იყო სიყვარული ადამიანისა, რომელიც აღარ გიყვარს, მაგრამ რომელსაც ვერ ტოვებ. ერთ დღეს, 1950-იანი წლების გაზაფხულზე, დოდო აბაშიძე დაბრუნდა სახლში შუა დღისას. ეს იყო უჩვეულო, რადგან ის ჩვეულებრივ იყო სტუდიაში ან შეხვედრებზე. მისი ცოლი იყო სამზარეულოში, ამზადებდა საჭმელს და როდესაც ის მოისმინა კარის ხმა, ის გავიდა და დაინახა დოდო. მაგრამ ეს არ იყო დოდო, რომელსაც ის იცნობდა. ის იდგა კარებში, მისი სახე იყო თეთრი, მისი ხელები კანკალებდა, მისი თვალები იყო სავსე შიშით. ის შეხედა მას და თქვა, ისინი მოდიან, ისინი იციან, ისინი ყველაფერს იციან. დოდოს ცოლმა მივიდა მასთან, ჩაეკიდა მის ხელებს და კითხა, ვინ მოდის, რა იციან? მაგრამ დოდო მხოლოდ თავს აქნევდა, ამბობდა, შენ არ გესმის, შენ არ შეიგიძლია გაგება, ეს დასრულდა, ყველაფერი დასრულდა. შემდეგ ის წავიდა თავის კაბინეტში, დახურა კარი და დარჩა იქ მთელი დღე. დოდოს ცოლი იდგა კარის გარეთ, უსმენდა, მაგრამ არაფერი ისმოდა, არც ხმა, არც მოძრაობა, არაფერი. ის იყო როგორც სიკვდილის სიჩუმე. იმ ღამით დოდო არ გამოვიდა კაბინეტიდან და მისი ცოლი შეშინებული საბოლოოდ გახსნა კარი. ის იპოვა დოდო მჯდომარე თავის მაგიდასთან. წინ მისა იყო ბოთლი ღვინო, თითქმის цаრიელი და რამდენიმე ქაღალდი. ის წერდა რაღაცას. წერდა სწრაფად, ნერვიულად. თითქოს ცდილობდა ჩამოეწერა ყველაფერი, სანამ დრო არ ამოეწურებოდა. როდესაც ის შევიდა, დოდომ შეხედა მას და თქვა, არ შემოხვიდე, გთხოვ, მე უნდა დავასრულო ეს. ის კითხა, რას წერ? ის თქვა, სიმართლეს. მე ვწერ სიმართლეს, რადგან თუ მე არ დავწერ, არავინ არ იცოდება. ის კითხა, რა სიმართლეს? მაგრამ დოდო არ უპასუხა.
ის უბრალოდ აგრძელებდა წერას. დოდოს ცოლი დარჩა იქ, იდგა კარებში, უყურებდა მას და გრძნობდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა, რომ რაღაც იცვლებოდა, რომ ისინი მიდიოდნენ წერტილისკენ, საიდანაც დაბრუნება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. მეორე დღეს დოდო აბაშიძე გაქრა. ის გავიდა სახლიდან დილით ადრე, არ უთხრა თავის ცოლს სად მიდიოდა და არ დაბრუნდა მთელი დღის განმავლობაში. მისი ცოლი ელოდა საათობით, ელოდა ღამემდე, ელოდა შუა ღამემდე. ის რეკავდა მის მეგობრებს, რეკავდა სტუდიაში, რეკავდა ყველგან, სადაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ არავინ არ იცოდა სად იყო ის. ის იწყებდა პანიკას. ის ფიქრობდა, რომ შესაძლოა რაღაც მოუვიდა მას, რომ შესაძლოა ის იყო უბედურ შემთხვევაში, რომ შესაძლოა, მაგრამ ის არ სურდა ფიქრი იმაზე, რაც შესაძლოა მოხდა. საბოლოოდ გვიან ღამით, დაახლოებით მესამე საათზე, ის მოისმინა კარის ხმა. ის გარბოდა კარებთან და გახსნა და იქ იდგა დოდო, მაგრამ ის იყო სხვა ადამიანი. მისი სახე იყო დამსხრეული, მისი თვალები იყო წითელი, მისი ტანსაცმელი იყო არეული. ის შემოვიდა, არ უთხრა არაფერი. წავიდა საძინებელში და დაეცა საწოლზე. დოდოს ცოლი მივიდა მასთან, დაჯდა მის გვერდით და ჰკდა მის გვერდით და კითხა: "სად იყავი?" დოდომ შეხედა მას და იმ მომენტში ის დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც ის არასოდეს დაუნახავს. სრული სასოწარკვეთა, სრული დამარცხება, სრული დანებება, ის თქვა: "მე ვცადე გათავისუფლება, მაგრამ ისინი არ მიშვებენ, ისინი არასოდეს არ მიშვებენ." დოდოს ცოლმა გაიგო, რომ დოდო ცადა გაქცევა, ცადა გათავისუფლება იმ ხელშეკრულებიდან, იმ სისტემიდან, იმ ცხოვრებიდან, მაგრამ ის ვერ შეძლო, რადგან სისტემა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან დიდი, ძალიან საშიში. და ახლა ის იცოდა, რომ არ არსებობდა გზა გათავისუფლების, რომ ის იყო მიჯაჭვული სამუდამოდ, რომ ერთადერთი გზა იყო, მაგრამ ის არ სურდა ფიქრი იმაზე, რა იყო ერთადერთი გზა. დოდოს ცოლმა ჩაეკიდა მას, მიიზიდა მასთან ახლოს და თქვა: "ჩვენ გავექცევით, ჩვენ ორივე. ჩავტოვებთ თბილისს, დავტოვებთ საქართველოს, წავალთ სადმე, სადაც ისინი ვერ იპოვიან ჩვენ." მაგრამ დოდომ თავი გააქნია და თქვა: "შენ არ გესმის. ისინი ყველგან არიან, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ. არ არსებობს ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია გაქცევა." და იმ მომენტში დოდოს ცოლმა გაიგო, რომ ის მართალი იყო, რომ არ არსებობდა გაქცევა, რომ ისინი იყვნენ ტყვეები, ორივე, თითოეული თავისი გზით, მაგრამ ტყვეები მაინც. მომდევნო კვირების განმავლობაში დოდო აბაშიძე გახდა ჩრდილი საკუთარი თავისა. ის ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ის არ იყო რეალურად იქ. ის იყო როგორც მოჩვენება, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე მოკვდა, მაგრამ მისი სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდა. ის არ საუბრობდა, არ ჭამდა, არ იძინებდა. ის უბრალოდ იჯდა თავის კაბინეტში, უყურებდა კედელს და ელოდა. ელოდა რაღაცას, რაც მოვიდოდა, რაც დაასრულებდა ყველაფერს. დოდოს ცოლი ცდილობდა მასთან მიღწევას, ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ის იყო როგორც კედელი. არაფერი აღწევდა მას, არაფერი ეხებოდა მას. ის იყო უკვე წასული, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული ჯერ კიდევ იყო იქ. და შემდეგ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ არა ისე, როგორც დოდოს ცოლი ელოდა. არა ისე, როგორც ვინმე ელოდა. რადგან ის, რაც მოხდა, იყო უფრო საშინელი, უფრო ბნელი, უფრო ტრაგიკული, ვიდრე ვინმე შეეძლო წარმოედგინა. და ეს იყო დასაწყისი ბოლოსი. დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც დაასრულებდა არა მხოლოდ დოდო აბაშიძის ცხოვრებას, არამედ ცხოვრებას ყველა იმ ადამიანისა, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული მასთან. ყველა იმ ადამიანისა, რომლებიც იყვნენ ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც აშენებული იყო ტყუილებზე, ძალადობაზე და დუმილზე. რა იყო ის, რაც მოხდა? რა იყო ის საიდუმლო, რომელიც საბოლოოდ გამოვიდა ზედაპირზე? და როგორ რეაგირებდა დოდოს ცოლი, როდესაც ის საბოლოოდ გაიგებდა სრულ სიმართლეს? არა მხოლოდ ღალატების შესახებ, არა მხოლოდ ორმაგი ცხოვრების შესახებ, არამედ იმ ბნელი საიდუმლოების შესახებ, რომელიც იყო დამალული ყველა ამ წლების განმავლობაში. 1950-იანი წლების შუა პერიოდში ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც მუშაობდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში და რომელიც მოგვიანებით 1990-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში, მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ქართულენოვან გაზეთს და მოგვითხოვა ისტორია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დამალული. ის ამბობდა, რომ ერთ ღამეს, როდესაც ის იყო ცვლაში, მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი. დაახლოებით 25 წლის, ლამაზი, მაგრამ მისი სხეული იყო დაფარული დაზიანებებით, რომლებიც მიუთითებდა არა უბრალოდ ცემაზე, არამედ
სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც გრძელდებოდა თვეების, შესაძლოა წლების განმავლობაში. ქალი იყო უგონო მდგომარეობაში და როდესაც ექიმებმა დაიწყეს მისი გამოკვლევა, ისინი იპოვეს რაღაც, რაც აშინებდა მათ. მის ტანზე იყო ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ მას არა მხოლოდ სცემეს, არამედ აწამეს. აწამეს ისე, როგორც ეს კეთდება არა ვნების ან რისხვის მომენტში, არამედ ცივად, გათვლილად, სისტემატურად. ექიმმა, რომელიც მოგვითხრობდა ამ ისტორიას, ამბობდა, რომ როდესაც ქალი გამოფხიზლდა და მან კითხა, ვინ გააკეთა ეს, ქალმა შეხედა მას თვალებში და იმ თვალებში იყო არა მხოლოდ შიში, არამედ რაღაც უფრო ღრმა, რაღაც, რაც გავდა სრულ დამარცხებას, სრულ დანებებას. ქალმა თქვა მხოლოდ ერთი სიტყვა: სახელი, რომელიც ექიმმა მაშინვე იცნო, რადგან ეს იყო სახელი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობდა. სახელი, რომელიც იყო სინონიმი ქართული კინოსი, სახელი, რომელიც იყო დოდო აბაშიძე. ექიმმა შეშინებული უთხრა ქალს, რომ ის უნდა წასულიყო პოლიციაში, რომ ის უნდა ეჩვენებინა, რომ ის უნდა დაეცვა საკუთარი თავი. მაგრამ ქალმა თავი გააქნია და თქვა: თქვენ არ გესმით. ის არის დოდო აბაშიძე. მას აქვს ძალაუფლება, მას აქვს კავშირები. თუ მე წავა პოლიციაში, მე მოვკვდები. არა მაშინვე, მაგრამ მოვკვდები. და არავინ არ იზრუნებს, რადგან ის არის დოდო აბაშიძე, ხოლო მე ვარ არავინ. ექიმმა ცადა დარწმუნება, მაგრამ ქალი იყო უცვლელი. და რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ის გამოჯანმრთელდა საკმარისად იმისთვის, რომ გასულიყო, ის გაქრა საავადმყოფოდან და არავინ აღარ იცოდა სად წავიდა. ექიმმა ამბობდა, რომ ის ცადა მოძებნება ამ ქალისა მოგვიანებით, მაგრამ ის თითქოს გაქრა ჰაერში. თითქოს ის არასოდეს არსებულა. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ექიმმა ამბობდა, რომ მან იცოდა სხვა ექიმებზე, რომლებმაც ასევე მიიღეს ქალები მსგავსი დაზიანებებით. ქალები, რომლებიც ყველა ამბობდნენ იმავე სახელს, მაგრამ რომლებიც ყველა ერიდებოდნენ ოფიციალურ ჩივილს, რადგან ისინი იცოდნენ, რომ სისტემა არ იცავდა მათ. სისტემა იცავდა დოდო აბაშიძეს. დოდოს ცოლმა არასოდეს გაიგო ეს კონკრეტული ისტორია. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა 1990-იან წლებში, როდესაც ის უკვე იყო ხანდაზმული ქალი. როდესაც დოდო უკვე დიდი ხანი იყო წასული ამ სამყაროდან, მაგრამ ის იცოდა, ის ყოველთვის იცოდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა, რომ მისი ქმარი არ იყო უბრალოდ ქმარი, რომელიც ღალატობდა, არამედ იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბნელი მხარე. მხარე, რომელიც იყო საშიში, რომელიც იყო ძალადობრივი, რომელიც იყო სასტიკი, ასტიკი. ის ხედავდა ნიშნებს, ხედავდა როგორ ის ბრუნდებოდა სახლში ზოგჯერ მისი ხელები დაჭრილი, მისი ტანსაცმელი დაბინძურებული, მისი თვალები სავსე რაღაც ბნელით, რაღაც, რაც არ იყო უბრალოდ სიმთვრალე ან დაღლილობა. ის ხედავდა როგორ ის ზოგჯერ იღვიძებდა ღამით ყვირილით, ყვიროდა სიტყვებს, რომლებსაც ის ვერ ხვდებოდა, მაგრამ რომლებიც ჟღერდა როგორც ტანჯვა, როგორც შიში, როგორც რაღაც, რაც მოდიოდა ძალიან ღრმიდან, ძალიან ბნელიდან. ის ხედავდა როგორ ის ზოგჯერ უყურებდა თავის ხელებს. უყურებდა ხანგრძლივად, ინტენსიურად. თითქოს ხედავდა მათზე რაღაცას, რაც არავინ სხვა ვერ ხედავდა. რაღაცას, რაც არ იშლებოდა, რაღაცას, რაც რჩებოდა იქ სამუდამოდ. მაგრამ ის არასოდეს კითხა, რადგან ის იცოდა, რომ თუ ის კითხავდა, თუ ის გახსნიდა იმ კარს, მაშინ ის უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ გაეგოს სიმართლე. და ის არ იყო მზად. ის არ სურდა ცოდნა, რამდენად ღრმა იყო ის უფსკრული, რომელშიც მისი ქმარი ეშვებოდა. ის არ სურდა ცოდნა, რამდენად საშინელი იყო ის, რაც ის აკეთებდა იმ ბინაში ვერაში, იმ ღამეებში, როდესაც ის არ ბრუნდებოდა სახლში. ის არჩევდა არ ცოდნას, არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი. და ადამიანებს აქვთ ლიმიტი იმისა, რამდენს შეუძლიათ აიტანონ, რამდენს შეუძლიათ გაიგონ, რამდენს შეუძლიათ იცხოვრონ. და ის უკვე იყო იმ ლიმიტის ზღვარზე. ის უკვე ატარებდა ისეთ ტვირთს, რომელიც იყო თითქმის აუტანელი. და თუ ის დაემატებოდა კიდევ ერთი ტვირთი იმის წოდნისა, რომ მისი ქმარი არ იყო უბრალოდ ცუდი ქმარი, არამედ იყო ადამიანი, რომელიც აზიანებდა სხვა ადამიანებს, რომელიც აწამებდა, რომელიც ანადგურებდა, მაშინ ის თავად ჩამოიშლებოდა. 1950-იანი წლების ბოლოს მოხდა მოვლენა, რომელმაც საბოლოოდ დაარღვია ის ფრაგმენტული ბალანსი, რომელიც არსებობდა დოდოს ცოლსა და რეალობას შორის. ეს იყო დღე, როდესაც მასთან მოვიდა ქალი, ახალგაზრდა დაახლოებით 30 წლის და უთხრა, რომ მას ჰქონდა რაღაც, რაც ის უნდა ენახა. ეს ქალი არ იყო ერთ-ერთი იმ ქალებიდან, რომლებიც ხვდებოდნენ დოდოს. ის იყო ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ პატარა დამოუკიდებელ გაზეთში
გაზეთში, რომელიც არ ეშინოდა წერა სიმართლისა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეეხებოდა ამ სიმართლეს. ქალმა უთხრა დოდოს ცოლს, რომ ის მუშაობდა სტატიაზე, რომელიც ეხებოდა კორუფციას ქართულ კინოინდუსტრიაში. სტატიაზე, რომელიც ეხებოდა იმ ქსელს, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს: ფულს, როლებს, კარიერებს. და ამ გამოძიების პროცესში ის იპოვა რაღაც. იპოვა დოკუმენტები, იპოვა მოწმეები, იპოვა მტკიცებულებები იმისა, რომ დოდო აბაშიძე არ იყო უბრალოდ მსახიობი, არამედ იყო ნაწილი ამ ქსელისა. იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იხენებდნენ ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში ადამიანები. ქალმა უთხრა, რომ ის არ სურდა დაზიანება დოდოსი, ის უბრალოდ სურდა სიმართლე. სურდა იმის გაგება, რა რეალურად ხდებოდა. და ის ფიქრობდა, რომ დოდოს ცოლს, როგორც ადამიანს, რომელიც იცნობდა დოდოს უკეთ ვიდრე ვინმე, შეეძლო დახმარება. შეეძლო მიეცა ინფორმაცია. შეეძლო დაეხმარა გაგებაში. დოდოს ცოლმა მოისმინა ეს ყველაფერი. მოისმინა ჩუმად, მშვიდად. მისი სახე იყო როგორც ნიღაბი, რომელიც არაფერს ამჟღავნებდა. როდესაც ქალმა დაასრულა, ის კითხა: რა გინდა ჩემგან? ქალმა თქვა: მე მინდა სიმართლე. მე მინდა იმის ცოდნა, რა რეალურად ხდებადება. მე მინდა დახმარება იმ ქალებისა, რომლებიც დაზარალდნენ. იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოიყენეს. იმ სისტემისა, რომელიც ანადგურებს ადამიანებს. დოდოს ცოლმა შეხედა მას. და იმ მომენტში რაღაც მოხდა. რაღაც, რაც იყო როგორც გადაწყვეტილება, როგორც არჩევანი, როგორც წერტილი, საიდანაც დაბრუნება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ის თქვა: მე ვერ დაგეხმარები. მე არაფერი ვიცი. მე ვარ მხოლოდ ცოლი, რომელიც ცხოვრობს თავის სახლში და არ იცის რა ხდება მის გარეთ. გთხოვ, წადი და აღარ დაბრუნდე. ქალმა შეხედა მას და ის დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც აშინებდა მას. რაღაც, რაც იყო როგორც ტკივილი, როგორც შიში, როგორც რაღაც, რაც ამბობდა, რომ ეს ქალი იცოდა უფრო მეც, ვიდრე ის ამბობდა, მაგრამ რომ ის არჩევდა დუმილს. ქალმა თქვა: მე გესმით, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ. სიმართლე გამოვა. ის ყოველთვის გამოდის. და როდესაც ის გამოვა, ყველა, ვინც იცოდა და დუმდა, იქნება ასევე პასუხისმგებელი. შემდეგ ის წავიდა და დოდოს ცოლი დარჩა მარტო. იჯდა თავის სასადილო ოთახში და გრძნობდა, როგორ ყველაფერი იწყებდა ჩამოშლას. როგორ ის კედლები, რომლებიც ის აშენა წლების განმავლობაში, კედლები უარყოფისა, კედლები თვითმოთხოვებისა იწყებდა ბზარების გამოჩენას. იმ ღამით დოდოს ცოლმა გააკეთა რაღაც, რაც ის არასოდეს გაუკეთებია. ის წავიდა იმ ბინაში ვერაში, ბინაში, რომელიც იყო დოდოს მეორე ცხოვრება. ბინაში, რომელზეც ის იცოდა, მაგრამ რომელშიც ის არასოდეს შესულა. ის იცოდა მისამართი. ის ჰქონდა ნაპოვნი წლების წინ, ერთ-ერთ იმ დოკუმენტებში, რომლებიც იყო დოდოს კაბინეტში. ის წავიდა იქ გვიან საღამოს, როდესაც ქუჩები იყო ცარიელი, როდესაც არავინ არ ხედავდა მას. ის ავიდა კიბეებზე. ძველი, ხის კიბეები, რომლებიც კრიალებდა ყოველ ნაბიჯზე. ის მივიდა კარებთან. და ის დაინახა, რომ კარი იყო ოდნავ ღია, თითქოს ვინმე გამოვიდა და დაივიწყა დახურვა. ის გაჩერდა. ის იცოდა, რომ თუ ის შევიდოდა, თუ ის ნახავდა იმას, რაც იყო იმ ბინაში, მაშინ ის ვეღარასოდეს შეძლებდა დაბრუნებას. ვეღარასოდეს შეძლებდა უარყოფას. ვეღარასოდეს შეძლებდა თვითმოთხოვებას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის უნდა ყოფილიყო, რადგან ის უნდა ეცოდნა. ის უნდა ენახა, ინდა ენახა, ის უნდა გაეგო. ის გააღო კარი და შევიდა. ბინა იყო პატარა, 2 ოთახი, სამზარეულო, აბაზანა. მაგრამ ის, რაც იყო იმ ბინაში, იყო საშინელი. არა იმიტომ, რომ იყო რაღაც აშკარად საშინელი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი იყო ისე ჩვეულებრივი, ისე ნორმალური, ისე ყოველდღიური. იყო ავეჯი, ძველი, მაგრამ კარგი. იყო სურათები კედლებზე, ლანდშაფტები, პორტრეტები. იყო წიგნები თაროებზე. იყო ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნორმალურ ბინაში. მაგრამ იყო ასევე სხვა რამ. იყო ნივთები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო იქ. იყო ქალის ტანსაცმელი. არა ერთი ქალის, არამედ რამდენიმე, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სტილის. იყო ბოთლები. ცარიელი ბოთლები, ღვინოსი, კონიაკისი, ვოდკის, რომლებიც იდგა კუთხეებში. თითქოს ვინმე არ ზრუნავდა მათ გაწმენდაზე. იყო სუნი, რომელიც იყო ნაზავი სიგარეტის კვამლისა, ალკოჰოლისა და რაღაც სხვა, რაც იყო როგორც შიში, როგორც ტკივილი,
როგორც რაღაც, რაც რჩებოდა ჰაერში, მას შემდეგ, რაც საშინელი რამ ხდებოდა. დოდოს ცოლი გავიდა საძინებელში და იქ ის იპოვა ის, რაც საბოლოოდ დაარღვია ყველაფერი. საწოლზე ბალიშის ქვეშ იყო ფოტოები. ფოტოები ქალებისა, ახალგაზრდა ქალებისა, რომლებიც ყველა გავდა ერთმანეთს. ლამაზები, დაუცველები, შეშინებულები. ზოგიერთ ფოტოზე ქალები იყვნენ ღიმილით, მაგრამ ეს ღიმილი არ აღწევდა მათ თვალებამდე. მათ თვალებში იყო შიში, იყო ტკივილი, იყო რაღაც, რაც ამბობდა, რომ ისინი არ სურდათ იყვნენ იქ, რომ ისინი იყვნენ იძულებულნი, რომ ისინი იყვნენ ტყვეები. ზოგიერთ ფოტოზე ქალები იყვნენ უგონო მდგომარეობაში. მათი სხეულები იყო არეული, მათი ტანსაცმელი იყო დაბინძურებული. და ზოგიერთ ფოტოზე, და ეს იყო ყველაზე საშინელი, ქალები იყვნენ დაზიანებული. მათ სხეულებზე იყო ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა ძალადობაზე, აწამებაზე, რაღაცაზე, რაც იყო უფრო საშინელი, ვიდრე ნებისმიერი კოშმარი. დოდოს ცოლმა იჯდა იმ საწოლზე. ხელში ეჭირა ეს ფოტოები და გრძნობდა, როგორ მისი სამყარო, მისი რეალობა, მისი ცხოვრება ნელ-ნელა იშლებოდა. როგორ ყველაფერი, რაც ის იცოდა, ყველაფერი, რაც ის რწმენოდა, ყველაფერი, რაც ის იხუღო, ქრებოდა. ტოვებდა მხოლოდ ცარიელობას, ტოვებდა მხოლოდ ტკივილს, ტოვებდა მხოლოდ სიმართლეს. საშინელ, შეუბრალებელ, განადგურებელ სიმართლეს. ის იჯდა იქ, არ იცოდა რამდენი ხანი, შესაძლოა წუთები, შესაძლოა საათები, ის იჯდა და ცდილობდა გაეგო, ცდილობდა მიეღწია რაღაც გაგებამდე, რაღაც აზრამდე. მაგრამ არ არსებობდა აზრი, არ არსებობდა გზა იმისა, რომ ეს ყველაფერი ქონოდა აზრი, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო გასაგები. ის იყო მარტო ქალი, რომელმაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება, კაცს, რომელიც აღმოჩნდა არაუბრალოდ ცუდი ქმარი, არამედ მონსტრი. მონსტრი, რომელიც აზიანებდა ადამიანებს, რომელიც ანადგურებდა ცხოვრებებს, რომელიც იყო ნაწილი რაღაც ისეთისა, რაც იყო უფრო ბნელი, უფრო საშიში, უფრო სასტიკი, ვიდრე ის ოდესმე წარმოედგინა. და ის იყო ცოლი ამ მონსტრისა. ის იყო ის, ვინც იდგა მის გვერდით, ვინც იცავდა მას, ვინც ინარჩუნებდა ილუზიას, ვინც აძლევდა მას ლეგიტიმაციას, ვინც აქცევდა მას მისაღებად საზოგადოებაში. ის იყო თანამზრახველი, არა განზრახ, არა ცნობიერად, მაგრამ თანამზრახველი მაინც. და ეს გაცნობიერება იყო უარესი, ვიდრე ნებისმიერი ტკივილი, რომელიც ის ოდესმე გამოიარა. დოდოს ცოლმა დააბრუნა ფოტოები ბალიშის ქვეშ. გავიდა იმ ბინიდან, დახურა კარი და დაბრუნდა სახლში. და მთელი გზა ის არ ფიქრობდა, არ გრძნობდა, არ იყო. ის იყო როგორც ავტომატი, როგორც მანქანა, რომელიც უბრალოდ ასრულებდა მოძრაობებს. როდესაც ის მივიდა სახლში, ის იპოვა დოდო მჯდომარე სასადილო ოთახში, ელოდა მას. ის შეხედა მას და კითხა: "სად იყავი?" ის შეხედა მას და პირველად წლების განმავლობაში ის არ ტყუოდა. ის თქვა: "მე ვიყავი იმ ბინაში. მე ვნახე ყველაფერი." დოდო გაშეშდა. მისი სახე გახდა თეთრი, მისი ხელები დაიწყო კანკალი. ის თქვა: "შენ არ გესმის, შენ არ იცი." მაგრამ ის გადაჭრა მას. "მე ვიცი ყველაფერი და მე აღარ შემიძლია. მე აღარ შემიძლია ცხოვრება შენთან. მე აღარ შემიძლია ყოფნა ნაწილი ამისა." დოდომ შეხედა მას. და იმ მომენტში რაღაც მოხდა, რაღაც, რაც იყო როგორც ჩამოშლა, როგორც დამარცხება, როგორც დასასრული. ის თქვა: "თუ შენ წახვალ, მე მოვკვდები." ის თქვა: "შენ უკვე მკვდარი ხარ. შენ მოკვდი დიდი ხნის წინ. მე უბრალოდ ცხოვრობდი ჩრდილთან." იმ ღამის შემდეგ დოდოს ცოლმა დატოვა სახლი. ის წავიდა თავის დის ოჯახთან, რომელიც ცხოვრობდა თბილისის გარეუბანში და დარჩა იქ. ის არ უთხრა თავის დას დეტალები, ის უბრალოდ თქვა, რომ მას სჭირდებოდა დრო, სჭირდებოდა სივრცე, სჭირდებოდა დაშორება. და არ კითხა. ის იცნობდა თავის დას საკმარისად იმისთვის, რომ გაეგო, რომ როდესაც ის იყო მზად საუბარზე, ის ისაუბრებდა. დოდო ცდილობდა დაკავშირებას, ის რეკავდა, ის აგზავნიდა წერილებს, ის ცდილობდა მოსვლას, მაგრამ დის ოჯახი არ უშვებდა მას. ის ამბობდა, რომ მისი და არ სურდა ხილვა, რომ მას სჭირდებოდა დრო. მაგრამ რეალურად დოდოს ცოლი არ იყო უბრალოდ დაშორებული. ის იყო გადაწყვეტილების წინაშე. გადაწყვეტილებისა, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. 1950-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით 2 თვის შემდეგ, იმ ღამისა, როდესაც დოდოს ცოლმა დატოვა სახლი, მოხდა ის, რაც იყო გარდაუვალი. სისტემა, რომელიც აკონტროლებდა დოდო აბაშიძეს.
სისტემა, რომელიც იყენებდა მას. სისტემა, რომელიც იცავდა მას, გადაწყვიტა, რომ ის აღარ იყო სასარგებლო, რომ ის გახდა საფრთხე, რომ ის უნდა ამოეშალა. მიზეზი იყო მარტივი. დოდო იწყებდა საუბარს, იწყებდა ჩივილს, იწყებდა მუქარას. იმით, რომ ის ყველაფერს ეთყოდა, ყველაფერს გამეوافერს გამოაშკარავებდა, ყველაფერს გაანადგურებდა. ის იყო კაცი, რომელიც დაკარგა ყველაფერს. დაკარგა თავისი ცოლი, დაკარგა თავისი რეპუტაცია, დაკარგა თავისი თავი. და ახლა მას აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი. და ეს აქცევდა მას საშიშად, რადგან ადამიანი, რომელსაც აღარაფერი აქვს დასაკარგი, არის ყველაზე საშიში ადამიანი. სისტემამ გადაწყვიტა მოქმედება, და ის მოქმედება იყო სწრაფი, ეფექტური, საბოლოო. დოდო აბაშიძის ცხოვრების ბოლო დღეები იყო როგორც კოშმარი. ის იყო მარტო, იზოლირებული, შეშინებული. მისი მეგობრები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ყოველთვის მის გვერდით, ახლა ერიდებოდნენ მას, რადგან ისინი იცოდნენ, რომ ის იყო მონიშნული, რომ ის იყო დასასრულის წინაშე. და ისინი არ სურდათ ყოფილიყვნენ ასოცირებული მასთან. მისი კოლეგები, რომლებიც ოდესღაც პატივს სცემდნენ მას, ახლა ამბობდნენ, რომ ის იყო ავად, რომ ის იყო არასტაბილური, რომ ის სჭირდებოდა დახმარება. მისი ცოლი, რომელიც ოდესღაც იყო ყოველთვის იქ, ახლა იყო წასული და ის იცოდა, რომ ის არასოდეს დაბრუნდებოდა. ის იყო მარტო, სრულიად, აბსოლუტურად, საშინლად მარტო. დოდო აბაშიძის ცხოვრების ბოლო დღე იყო 1950-იანი წლის შემოდგომა. ზუსტი თარიღი დღემდე არის დავის საგანი, რადგან ოფიციალური ვერსია და რეალობა არის ორი განსხვავებული რამ. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ დოდო აბაშიძე გარდაიცვალა გულის შეტევით, რომ ის იყო სახლში, მარტო და რომ როდესაც მას იპოვეს, ის უკვე იყო წასული. მაგრამ ისინი, ვინც იცნობდა სიმართლეს, ისინი, ვინც იყო იქ, ისინი, ვინც ხედაც ხედავდა, ამბობენ სხვა ისტორიას. ისტორიას, რომელიც არის უფრო ბნელი, უფრო საშიში, უფრო ტრაგიკული. ისინი ამბობენ, რომ დოდო არ გარდაიცვალა ბუნებრივად, რომ მას დაეხმარეს წასვლაში, რომ სისტემამ, რომელმაც შექმნა იგი, ასევე განადგურა იგი. ისინი ამბობენ, რომ იმ ღამით, როდესაც დოდო იყო თავის სახლში, მასთან მოვიდნენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ უცნობები, არამედ იყვნენ ისინი, ვინც ის იცნობდა, ვინც ის ენდობოდა. და ეს ადამიანები მოიტანეს მასთან რაღაც, რაც დაასრულებდა ყველაფერს. რაღაც, რაც გახდიდა ყველაფერს მარტივად. რაღაც, რაც ტოვებდა არანაკვალევს. დოდოს ცოლმა შეიტყო მისი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს. მას დარეკა ერთ-ერთმა მისმა ნათესავმა და უთხრა ამბავი. ის მოისმინა ჩუმად, მშვიდად და როდესაც ნათესავმა დაასრულა, ის უბრალოდ თქვა: "მადლობა რომ მითხარი" და დახურა ტელეფონი. ის არ ტიროდა. ის არ გზნობდა თქიულს, არ გზნობდა მწუხარებას, არ გზნობდა არაფერს. ის იყო ცარიელი, სრულიად, აბსოლუტურად ცარიელი. ის იჯდა თავის დის სახლში, უყურებდა ფანჯარას და ფიქრობდა იმ ყველა წელზე, რომელიც გაატარა ამ კაცთან. ფიქრობდა იმ ყველა არჩევანზე, რომელიც გააკეთა. ფიქრობდა იმ ყველა ტკივილზე, რომელიც გამს გამოიარა. და ის ფიქრობდა იმაზე, რა იყო ეს ყველაფერი, რა იყო მათი ქორწინება, რა იყო მათი სიყვარული, რა იყო მათი ცხოვრება. და ის ვერ პოულობდა პასუხს, რადგან არ არსებობდა პასუხი, არ არსებობდა აზრი, არ არსებობდა გაგება. დოდო აბაშიძის დაკრძალვა იყო დიდი მოვლენა. მოვიდა ათასობით ადამიანი. მოვიდა ყველა, ვინც იყო ვინმე თბილისში. მოვიდა ოფიციალური პირები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები. ყველა საუბრობდა იმაზე, თუ როგორი დიდი მსახიობი იყო ის, როგორი დიდი კაცი იყო ის, როგორი დიდი დანაკარგი იყო ეს ქართული კულტურისთვის. მაგრამ დოდოს ცოლი არ იყო იქ. ის არ წავიდა დაკრძალვაზე, არ წავიდა მოსაგვარებლად, არ წავიდა არსად. ის დარჩა თავის დის სახლში, მარტო და ელოდა. ელოდა იმას, რომ ყველაფერი დასრულდებოდა. ელოდა იმას, რომ ხალხი დაივიწყებდა. ელოდა იმას, რომ ის შეძლებდა დაწყებას ახალი ცხოვრებისა. ცხოვრებისა, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული დოდო აბაშიძესთან. ცხოვრებისა, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული იმ ტკივილთან, იმ ტანჯოსთან, იმ სიმართლესთან. მაგრამ სიმართლე არ ქრება. სიმართლე რჩება, სიმართლე ელოდება, სიმართლე ერთ დღეს გამოდის ზედაპირზე. და დოდო აბაშიძის შემთხვევაში სიმართლე დაიწყო გამოსვლა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, წელი-წადი. პირველი იყო ის ჟურნალისტი ქალი, რომელიც მოვიდა დოდოს ცოლთან. ის გამოაქვეყნა თავისი სტატია რამდენიმე თვის შემდეგ დოდოს გარდაცვალებისა. და მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული,
მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია იყო ცენზურირებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატია დოდოს ცოლი იცხოვრა კიდევ ბევრი წელი, მას შემდეგ რაც დოდო წავიდა. ის იცხოვრა ჩუმად, მარტოდ, დაშორებით ყველაფრისგან, რაც იყო დაკავშირებული მის წარსულთან. ის არასოდეს დაქორწინდა ხელახლა, არასოდეს ისაუბრა საჯაროდ თავის ცხოვრებაზე დოდოსთან, არასოდეს მისცა ინტერვიუ. ის იყო როგორც ჩრდილი. ჩრდილი, რომელიც ოდესღაც იდგა დიდი კაცის გვერდით, მაგრამ რომელიც ახლა იყო მარტო, დავიწყებული, უხილავი. მაგრამ ისინი, ვინც იცნობდა მას, ისინი, ვინც ხედავდა მას იმ ბოლო წლებში, ამბობდნენ, რომ მისი თვალებში იყო რაღაც. რაღაც, რაც იყო როგორც ტკივილი, როგორც მწუხარება, მაგრამ ასევე როგორც რაღაც სხვა. რაღაც, რაც იყო როგორც შვება, როგორც თავისუფლება, როგორც გაცნობიერება იმისა, რომ ის საბოლოოდ გათავისუფლდა იმ ტვირთიდან, რომელსაც ის ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. დოდოს ცოლი გარდაიცვალა 1990-იან წლებში. ის იყო ხანდაზმული ქალი, მარტო, მაგრამ 7. მისი დაკრძალვა არ იყო დიდი მოვლენა, მოვიდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ძირითადად ნათესავები და ძველი მეგობრები. არავინ არ საუბრობდა დოდო აბაშიძეზე, არავინ არ ახსენებდა მას, არავინ არ ამბობდა იმ წლების შესახებ, რომლებიც ის გაატარა მასთან. ეს იყო როგორც ჩუმი შეთანხმება. შეთანხმება იმისა, რომ ზოგიერთი რამ უკეთესია დარჩეს დაკრძალული, რომ ზოგიერთი სიმართლე უკეთესია დარჩეს ნათქეს ნათქვამი. მაგრამ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო იმ დაკრძალვაზე, მოგვიანებით მოგვითხრა, რომ როდესაც ისინი დახურავდნენ კუბოს, მან დაინახა რაღაც. დაინახა, რომ დოდოს ცოლის ხელში იყო ფოტო. ძველი, გაყვითლებული ფოტო. და იმ ფოტოზე იყო ორი ახალგაზრდა ადამიანი. დოდო აბაშიძე და მისი ცოლი. მათი ქორწილის დღეს. ღიმილით სახეზე, სავსე იმედით, სავსე სიყვარულით, სავსე ყველა იმ ოცნებით, რომლებიც არასოდეს განხორციელდა. ეს იყო ისტორია დოდო აბაშიძისა და მისი ცოლის შესახებ. ისტორია სიყვარულის, ხალატის, ტკივილის, მსხვერპლის შესახებ. ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ადამიანები ხდებიან ტყვეები. ტყვეები სისტემისა, ტყვეები მოლოდინებისა, ტყვეები საკუთარი არჩევანებისა. ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ქალი მიუძღვნის თავის ცხოვრებას კაცს, რომელიც არ იმსახურებს მას და როგორ ის კარგავს საკუთარ თავს იმ პროცესში. ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანით ცდილობენ მის დამალვას. და ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ყოველი არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აქვს შედეგები. შედეგები, რომლებიც ვრცელდება არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც არიან ჩვენს გარშემო. დღეს, როდესაც ხალხი საუბრობს დოდო აბაშიძეზე, ისინი ახსენებენ მას როგორც დიდ მსახიობს, როგორც ქართული კინოს ლეგენდას, როგორც ადამიანს, რომელმაც მისცა ბევრი ქართულ კულტურას. მაგრამ ისინი, ვინც იცის სიმართლე, ისინი, ვინც იცის ის, რაც რეალურად ხდებოდა, იციან, რომ ეს არის მხოლოდ ნახევარი ისტორიისა. მეორე ნახევარი არის ბნელი, საშიში, ტრაგიკული. და ისინი იციან, რომ უკან ყოველი დიდი კაცისა არის ჩრდილი. ჩრდილი, რომელიც ატარებს ტვირთს. ჩრდილი, რომელიც იტანჯება. ჩრდილი, რომელიც მსხვერპლობს. და ზოგჯერ ეს ჩრდილი არის ქალი. ქალი, რომელიც აირჩევს დარჩენას, რომელიც აირჩევს ტანჯვას. აირჩევს ტანჯვას, რომელიც აირჩევს სიყვარულს, მიუხედავად ყველაფრისა. და ეს არის ყველაზე ტრაგისტოლაზე ტრაგიკული ისტორია. ისტორია იმ ქალის შესახებ, რომელმაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება ილუზიის შენარჩუნებას და რომელმაც დაკარგა საკუთარი თავი იმ პროცესში. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა ის, თუ რატომ დოდოს ცოლი დარჩა, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია ჩვენ ვისწავლოთ მისი ისტორიიდან. რადგან მისი ისტორია არ არის უნიკალური, ეს არის ისტორია, რომელიც მეორდება ათასობით, მილიონობით ქალის ცხოვრებაში მთელ მსოფლიოში. ქალების, რომლებიც რჩებიან ურთიერთობებში, რომლებიც აზიანებს მათ
ქალების, რომლებიც მსხვერპლობენ საკუთარ ბედნიერებას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ოჯახი, ქალების, რომლებიც კარგავენ საკუთარ თავს იმ პროცესში, რომელშიც ისინი ცდილობენ იყვნენ ის, რასაც საზოგადოება მოელის მათგან, და შესაძლოა ის, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ქალის ღირებულება არ არის დაკავშირებული იმ კაცთან, ვის ბული იმ კაცთან, ვის გვერდითაც ის დგას, რომ ქალის იდენტობა არ არის განსაზღვრული იმით, ვისი ცოლი, ან დედა, ან ქალიშვილი არის. ის, რომ ქალის ბედნიერება არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახის რეპუტაცია ან საზოგადოების მოლოდინები. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ზოგჯერ წასვლა არ არის სისუსტე. ზოგჯერ წასვლა არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე მამაცი, ყველაზე საჭირო არჩევანი, რომელსაც ქალს შეუძლია გააკეთოს. დოდოს ცოლის ისტორია არის ტრაგედია, მაგრამ ეს არის ასევე გაფრთხილება. გაფრთხილება ყველა იმ ქალისთვის, რომლებიც დგანან იმავე არჩევანის წინაშე. გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიყვარული არის საკმარისი, რომ მსხვერპლი არის ღირსება, რომ ტანჯვა არის ნორმალური. ეს არის გაფრთხილება იმისა, რომ ზოგჯერ ის, რასაც ჩვენ უწოდებთ სიყვარულს, რეალურად არის შიში. შიში მარტოობისგან, შიში უცნობისგან, შიში იმისგან, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისები საკუთარი თავისთვის. და ეს არის გაფრთხილება იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე საშიში ტყვეობა არ არის ფიზიკური. ყველაზე საშიში ტყვეობა არის ის, რომელსაც ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, ჩვენს რწმენებში. რწმენებში. მეგობრებო, რას ფიქრობ დოდო აბაშიძესა და მის ცოლზე? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელშიც ის ცხოვრობდა? თუ იყო ის თავად პასუხისმგებელი თავის არჩევანებზე? და რას ფიქრობთ მის ცოლზე? იყო თუ არა ის გმირი, რომელმაც შეინარჩუნა ოჯახი ნებისმიერ ფასად? თუ იყო ის მსხვერპლი, რომელმაც დაკარგა საკუთარი თავი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ახსოვთ თუ არა ისინი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს მეხსიერებაში. დააჭირეთ ლაიქს თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმართლე და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ორმაგ ცხოვრებას. იმ ქალების შესახებ, რომლებიც ატარებდნენ საიდუმლოებებს. იმ სიმართლეების შესახებ, რომლებიც იყო დამალული წლების განმავლობაში. გმადლობ ყურებისთვის და გახსოვდეთ, რომ ყოველი ისტორიის უკან არის ადამიანი. ადამიანი თავისი ტკივილით, თავისი არჩევანებით, თავისი ცხოვრებით.